დღეს არის შაბათი. 7 ივნისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 25 მაისი 2025 წელი და დღეს არის დღევანდელ შაბათს ეწოდება სულის შაბათი. დღეს არის მიცვალებულთა ხსენება, იმიტომ რომ ეს არის წინა დღე სულთმოფენობის დღესასწაული გვაქვს ხვალ და დღეს აი ამ დღევანდელ დღეზე 25 მაისზე ჩვენ გვისაუბრია, ეს არის საუბარი 62. საუბარი 62 და დღეს არის მესამე პოვნა პატიოსნისა თავისა წმინდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი, შემდეგ ღირსი ბედა და წმინდა დიონისე მედიულანელი და წმინდა ზინობი ფლორენტინელი და მათ შესახებ ჩვენ გვისაუბრია ყველა შესახებ. ეს არის საუბარი 62. 62 საუბარი და თქვენ შეგიძლიათ ეს საუბარი მოისმინოთ და მე ესე იგი ჩამოვთვლი კიდევ შემდეგს, ესე იგი ეს არის ხვალინდელი დღე, სულთმოფენობის დღესასწაულია და გარდა ამისა კალენდარულად ეს არის 8 ივნისი საეკლესიო კალენდრით ეს არის 26 მაისი და ამ დღეს არის ხსენება წმინდა ელეფთერის რომის პაპის, ეს არის მე-12 საუბარი და 291 საუბარი და ეს არის წმინდა პრისკუს ოსერელი, ესეც არის 291 საუბარი, ანუ ამ დღის წმინდანების, ანუ აქ ლაპარაკია 26 მაისზე საეკლესიო კალენდრით, ამათ შესახებაც ჩვენ გვისაუბრია და ფაქტიურად მინდა გითხრათ, რომ წელს ასეთი დღეები გვექნება და სხვათა შორის გვექნება დღეები, როდესაც ვერაფერს დავამატებთ, უკვე ფაქტიურად ნათქვამი გვაქვს აი ამ დღეების წმინდანების შესახებ. დღეს კი ჩვენ მაინც გვაქვს სასაუბრო, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ხვალ არის სულთმოფენობა და სულთმოფენობის დღეს მოიხსენებია, ესე იგი ჩვენი ეკლესია მოიხსენებს წმინდათა მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა. აი ეს ამათი ხსენების დღე დააწესა ჩვენმა ეკლესიამ და აი ამის შესახებ მინდა მე თქვენ ახლა გესაუბროთ. ეს არის მოკლედ როგორც მოგახსენეთ, წმინდა მამანი და დედანი თურქთაგან აჭარაში წამებულთა, ეს არის მე-14 ალბათ უკვე თავიდანვე, მე-16-მე-18 საუკუნეები, აი ამ პერიოდში, მე-19 საუკუნეში უკვე ვითარება შეიცვალა და სხვა პრობლემა დადგა აჭარაზე, მაგ ხა მე ლაპარაკი აჭარაზე და ძალიან ესე მინდა გითხრათ, ძალიან რთული თემაა ეს ასაუბროთ. რთული თემაა, იმიტომ რომ ეს თემა რომ ამომწურავად ჩვენ განვიხილოთ, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ისტორიული წანამძღვრები ვნახოთ აი ამ ყველაფრის. ესე იგი აქ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს იმაზე, რომ თურქთაგან წამებული მამანი და დედანი, რომლებიც სარწმუნოებისთვის ეწამნენ, რომელთაც აძალებდნენ ისლამის მიღებას ქრისტიანებს და ამის გამო ხოცავდნენ ესე იგი ადამიანებს. აი ეს და სხვათა შორის ახლა აი ეს აღწერილობა გაგვაჩნია, მაგრამ პირველ რიგში ეს თურქები ვინ არიან, ვინ თურქებზე აქ ლაპარაკი, ეს არის ამ პერიოდში, მე აღარ მოვყვები, რა თქმა უნდა, ესე იგი აი ამას ვამბობ, რომ რთულია, იმიტომ რომ ისტორიული მიმოხილვა უნდა გაკეთეს, ეს არის ოსმალეთის სახელმწიფო, ანუ ოსმანთა იმპერია. ოსმან პირველი არის, ესე იგი ამ იმპერიის და შესაბამისად დინასტიის დამაარსებელი და ეს იმპერია დაარსდა 1299 წელს, წარმოიდგინეთ, და იქიდან მოყოლებული, მოკლედ რთული სიტუაცია იყო, არა მარტო ეს საქართველოსთვის, არამედ შეიძლება ითქვას
მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, ევროპისთვის, ვებერთელა იმპერია შეიქმნა, რომელიც იყო ძალიან აგრესიული და ეს იმპერია დასრულდა ძირითადად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დასრულდა იმითი, რომ აი დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა მათ შორის დაიშალა სხვადასხვა სახელმწიფოებად და ძირითადი მემკვიდრე მისი არის დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა, რომელმაც ოსმანთა დინასტია აკრძალა სახელმწიფოში. ანუ გამოაცხადა ეს ამ დინასტიის წარმომადგენლები persona non grata-ად. და მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს უკვე მეორე ნახევარში მიეცათ მათ უფლება, რომ მოქალაქობა მიეღოთ თურქეთის და თურქეთში ეცხოვრათ რა. აი რაღაც ესეთი რთული ვითარება არის და ეხლა რასაც ჩვენ წავიკითხავთ და რასაც ჩვენ ვისაუბრებთ, აი ეს ყველაფერი მოკლედ აი ვისთან არის დაკავშირებული და ალბათ აი თურქ-სელჩუკთა მემკვიდრეები არიან ესენი თურქ-სელჩუკები, რომელიც მსოფლიოს ლამის რა და მათ შორის ჩვენ ქვეყანასაც ძალიან აწუხებდნენ ჯერ კიდევ აი როდის დავით აღმაშენებლის პერიოდი მაგალითად ამასთან არის დაკავშირებული, ხო? მოკლედ აი ამ ისტორიულ მიმოხილვის გაკეთება ალბათ ცალკე თემა არის და თემა ერთი საუბრის კი არა, ალბათ თელი სალექციო კურსი უნდა იყოს ესა და აი შემდეგ ესე იგი ჩვენ რა შედეგი დაგვიდგა აი აჭარაში მაგალითად, რომელიც დღემდე არსებობს, დღემდე ეს პრობლემა. ხო და აი ეს მინდა მოგიყვეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, აი აქედან რაღაც ვიფიქრე, რომ აქედან დავიწყოთ დღევანდელობიდან. დღევანდელობა ნიშნავს იმას, რომ აჭარას ესეთი ბედი ქონდა, მოწყვეტილი იყო საქართველოსდან, 300 წელიწადზე მეტი გავიდა უკვე. 300 წელი იყო მოწყვეტილი საქართველოსდან, თუმცა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში ჩნდებოდა იმის საშუალება, რომ აჭარლებთან აჭარაში დაგვემყარებინა ჩვენ აი ძირითად სახელმწიფოს ურთიერთობა და ამ შესახებ მინდა მოგიყვეთ. ანუ მე პირველი ასეთი შესაძლებლობა უბრალოდ ბოლო იმ თვალსაზრისით, რომ აი ჩაკეტილი იყო, კიდევ ერთხელ იყო ბოლოს ჩაკეტილი, ეს იყო მე-20 საუკუნე, როდესაც ეს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და აჭარა იყო მოსაზღვრე ქვეყანა თურქეთის და შესაბამისად დახურული მხარე იყო ეს. ისევე როგორც ჯავახეთი, მე კიდევ ერთხელ შევადარებ შემდეგ ჯავახეთს, იმიტომ რომ ჯავახეთიც ესე იყო, კი იყო საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტიურად საბჭოთა კავშირის დროს ჩაკეტილი იყო რაღაცა ლამის სავიზო რეჟიმი იყო და მოკლედ აქ მოხვედრა იყო ძალიან პრობლემური. შეიძლებოდა, მაგრამ აი ესეთი თავისუფალი ურთიერთობა არ ხერხდებოდა და აი ესე იყო და როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ ერთ-ერთი აი პირველი შედეგი დაგვიდგა ის, რომ ჩვენ გაგვეხსნა გზა აჭარაში და პირველ რიგში ამითი ისარგებლა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და დაიწყო ურთიერთობა აი აჭარის მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი მისიონერული მოგზაურობები, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებდა მათი დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ. და პირველი ეს მისიონერული მოგზაურობები ეს იყო 1991-92 წლები და მინდა გითხრათ, რომ პირადად მე მონაწილეობდი და აი ესე იგი ისე მოხერხდა, რომ აი 91 წლის შემოდგომიდან 92 წლის ზამთარი, აი ეს პერიოდი მეუფე დანიელი დაინიშნა აჭარაში, მაშინ ჯერ მღვდელმთავარი არ იყო, მღვდელი იყო მამა დავითი და დაინიშნა აჭარაში და აი ხულოში უფრო ადრე ხულოში სემინარია დაარსდა, დღევანდელი მეუფე სპირიდონი არის ამისი დამაარსებელი, მაშინ ისიც მღვდელი იყო
მამა გრიგოლი და მოკლედ შემდეგ იმის მერე მეუფე დანიელი დანიშნა და მოეწყო, ესე იგი, ყოველ კვირეულად, ესე იგი, პარასკევს საღამოს მეუმგზავრებოდით მთელი მრევლი, წარმოიდგინეთ, ერთი ვაგონი, ესე იგი, ეს მატარებელი დადიოდა მაშინაც და მატარებლით ერთი ვაგონს, პირდაპირ ვაგონს ვქირავდით ხოლმე, მეუმგზავრებოდით პარასკევს საღამოს, ჩავდიოდით, შემდეგ, ესე იგი, შაბას დილით ჩადიოდა ეს მატარებელი ბათუმში, იქიდან ავტობუსებით მერე მივდიოდით ხულოს რაიონში, ან შუახევის რაიონში, ან ქედის რაიონში და იმის მიხედვით, ესე იგი, გეგმა როგორ ქონდა დაწყობილი, შაბათს დილით ჩავიდოდით, სადღაც დღის მეორე ნახევარში ავიდოდით ხოლმე ამ სოფლებში და ღამე ვრჩებოდით და კვირას შემდეგ დილით ადრე მოვდიოდით, ხულოში იყო ხოლმე წირვა და წირვის მერე მოვდიოდით უკვე ბათუმში და საღამოს ბათუმიდან მატარებელი მოემგზავრებოდა და ორშაბათს დილით, ახლა ძირითადად ლაპარაკი არის მრევლზე, ახლა ამ შემთხვევაში თბილისელ მრევლზე, რომელიც ორშაბათს დილით უკვე სამსახურში მიდიოდა ხა. მე უკვე მაშინ სასულიერო პირი ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანები ესე აი ამ რეჟიმში რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ და შესაბამისად ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გავცნობოდით აჭარის მოსახლეობას და აი პირველი რაც მინდა გითხრათ ფაქტიურად შეიძლება ითქვას ჩვენ ძმებთან რომ მივდიოდით აქ ლაპარაკია მუსლიმებზე ხო მაშინ ძირითადად ყველანი მუსლიმები იყვნენ უკვე ეს შედეგი აი ამ ესე იგი, აი რასაც დღეს აღნიშნავთ, უბრალოდ ხო და ჩვენ ესე იგი სარგებლობდით იმით, რომ რეალურად ჩვენ ძმებთან მივდიოდით, ნამდვილ ქართველებთან და როგორც ჩვენ წმუნდებოდით უკეთეს ქართველებთან, ვიდრე ჩვენ თვითონ ვიყავით, ეს იყო ჩვენი აღმოჩენა. ან როგორ ენაზე 300 წლის წინანდელ ენაზე ლაპარაკობდნენ, ან როგორი ზნეობრივი, აი რა გითხრათ, აი ნამდვილ საქართველოში მოხდით ჩვენ, რომლებიც ფაქტიურად ამ საბჭოთა კავშირის და აი ამ საბჭოთა იმპერიის თუ რაღაცის შედეგად ფაქტიურად ძალიან ბევრი რამ დაიკარგა, ხო? ძალიან ბევრი რამ დაიკარგა და აი აქ რაღაცნაირად ეს თითქოს ხელშეუხებელი იყო აი შემორჩენილი. პირველი, რაც მე მინდა აღვნიშნო, რამაც ფაქტიურად საშუალება მოგცა ესე უცხო ხალხთან. თან ძმები არიან, თან უცხოები არიან, ხო? იმიტომ რომ აი მოწყვეტილები ესენი. პირველი რამაც ამის საშუალება მოგცა ეს იყო ესე იგი სტუმართმოყვარეობა, ოღონდ ეს სიტყვა კი არ არის მარტო სტუმართმოყვარეობა, რაღაცა პრინციპი, სტუმართან დახვედრის რაღაცა საოცარი კულტურა იყო შემორჩენილი. ხო, აი ძილს აი მიუხედავად იმისა, რომ მათ აი ეს სარწმუნოება შეცვლილი ქონდა და ესენი მუსლიმები იყვნენ, მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ აი ქართული, აი ნამდვილი ქართველები რა, აი მიუხედავად ამისა, ამას ახლა კიდე ამ თემას მე შევეხებ. ესე იგი, აი რა მაგალითად რაზე მაქვს ლაპარაკი? მაგალითად იმაზე მაქვს ლაპარაკი, რომ დღემდე არ ვიცი ხა დიდი ხანია იქ აღარ ყოფილვარ, მაგრამ სავარაუდოდ ეს არქიტექტურაზე ხა ლაპარაკი, რასაც მე გეუბნებით, აჭარის სოფლების, ესე იგი, აი სოფლებში სახლების არქიტექტურა როგორია რა. ესე იგი, ჯერ ის რომ ძალიან მკაცრი ჰავაა იქ, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის სანაპირო არის, ეს მთიანი აჭარაა და ეს ნესტია არსებობს და ამიტომ ეს სახლები დგას სვეტებზე. იმ პირველ სართულზე მიწაზე არ ცხოვრება, იქ მეორე სართულზე ცხოვრობენ და ქვით რაღაც სათავსოები აქვთ. და ადიხარ კიბით ძირითად სახლში და ყველა სახლს აბსოლუტურად გამონაკლისის ესე შენდება სახლი, აქვს ცალკე კიბე და ცალკე შესასვლელი ერთ ოთახში. ერთ ოთახში შედიხარ და ეს არის სტუმრის ოთახი. ანუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ესე იგი სტუმარი შეიძლება ისე მოხდეს, რომ ღამე მივიდეს სახლში და მოერიდოს მასპინძლის გაღვიძება. ამიტომ ამ სტუმარს შეუძლია, რომ აი ამ კიბეებით ავიდეს, ცალკე შესასვლელია, ცალკე ოთახია და ამ ოთახში სულ გაშლილი არის მუდმივად
გაშლილი არის თეთრეული საწოლი და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ზამთარში ღუმელი ხის ღუმელი. ესე იგი ღუმელი ძირითადად ხის ღუმელი თუ წარმოგიდგენიათ როგორია რომ ჰორიზონტალური ფორმა აქვს ესეთი მართკუთხედია ხო რომელშიც ჩეშები უნდა შეაწყო და ეს ჰორიზონტალური იმიტომ რომ ამ გახურებულ შეშაზე ამ ღუმელზე ზედაპირზე შეგიძლია დააწყო. ესე იგი აი მე ეხლა დღეს ალბათ რა ვიცი გაზიფიცირებულიც არის ვერ გეტყვით ეხლა მე ზუსტად იმ სოფლებში აღარ ყოფილი ვარ მაგრამ ωστόσο ეს ჰორიზონტალური ღუმელია სახლში რომელშიც აწყობენ და აცხობენ და აკეთებენ ხო თავისებურისა აი აქ სტუმრის ოთახში ღუმელი არის ვერტიკალური და შეშას ესე ჰორიზონტალურად კი არა ვერტიკალურად აწყობ და იქვე არის ყველაფერი პატარა ბოთლით ნავთი ვთქვათ ან რაღაცა რომ ესე იგი რომ აი ამ ვერტიკალურად რომ დააწყობ შიშას რომ უცებ თბება ეს იქ იმ ღუმელზე ვერ მოამზადებ და რატომ მოამზადო ღამე მისულმა სტუმარმა ხო იქ შეეხსაჭროს კეთებას ხარ დაიწყებ და გათვალისწინებულია ეს და აი ეს ვერტიკალური ღუმელი დგას რომ უცებ გაითბო ეს ხის სახლებია ძირითადად და დაისვენო ნუ დილით რა თქმა უნდა მე ნახავ მასპინძელს და ელაპარაკები იმასპინძლებს ისა და ეს მასპინძლობაც კიდე ცალკე თემაა ტრადიციაა იქ ესეთი რომ სუფროს ქალი არ ემსახურება მამაკაცი ემსახურება სუფროს ოჯახის უფროსი თავის ხელით მოგიტანს შემდეგ არა ვიცი ხა აი როგორები არიან დღეს აი როგორები აი ამ ყველაფრის მერე ესე იგი არ შეგაწუხებენ და სუფროსთან თუ დაждები მოგიტანენ ჯამს წყალს და პირსახელს მამაკაცი აკეთებს ამას და დაგაბანიებს ხელს და ერთ ოჯახში ესეთი რამეც კი ვნახეთ რომ აი რა შეწუხებული ყავით რა ამ ხელის ბანი და რაღაცით მოგვიტანეს პირსახელს რომლის ერთი ბოლო იყო ცხელწყალში დასვენებული და მეორე ბოლო იყო მშრალი და აი იმითი გავიწვიდეთ ხელი ამ პირსახელსით და მეორე ბოლოთი ნუ ყველა სტუმარს ცალკე რა თქმა უნდა ეს პირსახელსი და გავიწვიდეთ და ესე აი ესეთები იყვნენ ჩვენ რო ჩავედით და აი ესეთი განწყობა ჰქონდათ სტუმრის მიღებისათვის და ესე იგი ერთი კი გამიგზელდა ეს სიტყვა მაგრამ ერთი ესეთი ამბავი მოგვიყვა მასპინძელმა რა რომ ვიღაცა კაცი მოვიდა უცნაურიო ღამეო და ესე იგი თეთრელში არ ჩაწვაო და საუზმეზე არ დარჩა თეთრელში არ წავს როგორ ნუ კი დაანთო ეს პეჩი თუ რაღაცა თუ არს დაანთო არ ვიცი იატაკზე ეძინა ხო და მე საუზმეზე არ დარჩაო და მე მეორეჯერ მოვიდაო კიდევ და მეორეჯერაც ესე დააპირაო და ესეთი რამე უთხარიო მეო რომ თუ ესე მოიქცევი აღარ შემოგიშვებო სახში საერთოდ რა ამ მე რა მადლი მრჩებაო შენ თუ არ დახარჯე ჩემი საჭმელი არ დასვარე ჩემი თეთრეული რაღაცა მე რა მადლი მაქვს იქიდან შენ რომ ჩემთან ანუ ეს აბსოლუტურად არწმუნოებრივი რაღაცაა რომ აი ღმერთი მას დაალოცავს რა გესმით ეხლა ხო კიდე მე შემდეგი თემა კიდევ ამ სტუმარს მოყვარეობას ვერ მას ვიზამ ერთ-ერთ ოჯახში შემდეგი თემა არის მრავალშვილიანობა აი ეს იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი რა ყველა ოჯახში შედიოდი ნუ 8 9 10 11 14 აი ყველა ოჯახში ამდენი შვილი იყო და ერთხელაც ახლა ჩვენც ესე როგორ გითხრათ აი რაღაცნაირად გათამამებულები ვართ იცით რომ აბა შენ რამდენი შვილი ყავს აბა რაღაცა შედიხარ ახლა ოჯახში უცხო ოჯახში შედიხარ და ნუ ახლა რაღაცით საუბარი ხონა დაიწყო და აბა პირველი კითხვა რომ აი შენ რამდენი შვილი ყავს ხო და ერთ ოჯახში შევდივართ და აბა რამდენი შვილი ყავს ეს კაცი მოგტარა თავი ჩახარა და აუ მაპატიეთო რა იყო ახალი მოყვანილი მყავს ჯერ მარტო 3 შვილი მყავსო რა და ნუ აი დაგვჭა რა წარმოიდგინეთ ეს რაღაც და ბოლოს მინდა იმ სტუმარს მოყვარების თემაზე რომ დაამთავრო ესე იგი საუბარი ნუ ამაზე შეიძლება მოკლედ ერთი ესეთი შემთხვევა მოხდა რა ერთ-ერთ სოფელში
ხოლმე ლაპარაკე მაღალთიან აჭარას. ერთ-ერთ სოფელში მოკლედ ჩავედი და ისე მოხდა, რომ შეგვიფერხდა, ცოტათი გვიან მოგვიწია ჩასვლა, ავტობუსი დააგვიანა გონი თუ რაღაცა და მოკლედ გვიანი იყო უკვე საღამო ხანი იყო, როდესაც ჩვენ ამ სოფელში მივედით. ნუ ყველა სოფელში არა, მაგრამ ზოგიერთ სოფელში შემორჩენილია მაინც ტაძარი და ნუ იქ პარაკლის ვიხდიდით ხოლმე სოფლის ცენტრში და ამის შემდეგ უკვე დავდიოდით გოგონებით სარგებლობდით აი ამ სტუმართ მოყარეობით და როგორც ჩახვიდე საღამო ხანია უცხო სოფელია ხო პირველად ვარ საერთოდ და რას ვაკეთებთ ესე იგი მთელი ჯგუფი დაახლოებით ნუ აი რამდენი ვიყოფოდით კიდევაც ხანდახან მაგრამ ნუ აი ერთი 20 ნუ დაახლოებით 20 ადამიანი აი ეს სოფელში დავდივართ ფეხით და ვეძახით მასპინძელო აი კინოებში რო არის ხოლმე ესე ვაკეთებ მასპინძელო და მოკლედ ეს მასპინძელი გამოიხედავ და აი ესეთ რამეს ვეუბნებოდით რომ აი ეს სოფელში სტუმრთა ვარ ჩამოსულები და გვინდა ამაღამ თქვენ სოფელში დარჩენა და ხო არ გაქვთ საშუალება რომ მიიღოთ ესე იგი ადამიანები ეხლა ესენი უარს არავინ არ ამბობდა ნუ აი გამ რაღაცა თუ არ არის ესეთი ყველა ოჯახი კი რა თქმა უნდა მობძანდით რაღაცა და თავიდან ესე ვეუბნებოდით, რამდენი ადამიანი შეგიძლიათ რომ მიიღოთ. და ნუ ზოგ ოჯახში 5-10 შეეძლოთ, აი რაღაც ესეთი ხალხია რა. ხო და მე მივხვდით რომ ესე არ გამოვა ეს საქმე, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია მაინც ამ სოფლის გაცნობა ხალხთან ურთიერთობის დამყარება და ამიტომ ჩვენ ვეუბნებოდით უკვე ორი ადამიანი და ამიტომ ბევრ ოჯახში გვიწოდა მე ესე მისვლა და აი ორი ადამიანი თუ შეგიძლიათ რომ მიიღოთ ნუ მიიღებდნენ ამ ორ ადამიანს ჩვენ გადავდიოდით ჩვენ და ოჯახთან. ესე მოვიარეთ ეს მოკლედ ეს თელი სოფელი და მე ვიყავი ამ პატარა მცირე ჯგუფის ხელმძღვანელი და გავანაწილე ეს ხალხი ყველანი. და ბოლოს მე დავრჩი, აღარ მახსოვს, ნუ მარტო არ ვიყავი გონი, მაგრამ ორნი დავრჩით და მივადექით უკვე გვიანია რა, საკმაოდ გვიანია დაღამდა აი მღამეში უყვირი ესე და გამოიხედა რაღაც ახალგაზრდა კაცი იყო მე სამწუხაროდ ახლა იმ სახელს აღარ მახსოვს ხო და გამოიხედა ესე უთხარი რომ ხო სტუმრად ხო არ მიგვიღებთ და რა თქმა უნდა მოგძანდით გაუკვირდა ახლა იმას რა თქმა უნდა ამის 12 საათზე მივადექით ნუ 12-11-ზე რაღაც ესე და მივადექით ესე და მოგძანდით ბატონო რაღაცა და ესე აუხსენით რომ ესე ჩამოდივარ სოფლებს ლოცავთ გრჩებით ადამიანების გასაცნობა და შემდეგ დილით ესე იგი დილით დათქმული გვაქვს რომ 4-ზე უნდა შევიკრიბოთ რა დილის 4 საათზე სოფლის ცენტრში ვიკრიბებით ხო დილის 4 საათზე და 5 საათზე წირვა იწყება და უნდა მოვასრულოთ ჩავიდეთ რომ 5 საათზე თუ წირვა უნდა თუ არ წირვა თუ უნდა ჩატარდეს 5-ზე გვიან ვეღარ დავიწყებთ იმიტომ რომ მე ვეღარ მივასწრებთ იქ ესე იგი უნდა ვიმგზავროთ ბათუმში და მატარებელს დაგვაგვიანდება მე რა ამიტომ ესე თავისთავად ეს რაღაცნაირი რეჟიმი მოხდა ხო და მოკლედ შევედი და ნუ გამიგრძელდა ამ ხალხის დაბინავება 11 საათზე ღამის 11 საათზე მივადექი მოკლედ ამ კაცს მობძანდით ბატონო და რაღაცა კი ბატონო და გაგათევინებთ ღამეს რაღაცა და ხო და ეხლა ეს როგორც მოგახსენეთ გვიანი შემოდგომა ანუ შობის მარხვა არის რა შობის მარხვა არის და როგორც ამ კაცს ახლა ვეუბნებით როგორც ბატონო ახლა ვიცით რომ შეწუხდებით ახალგაზრდა კაცია რა გააღვიძა ცოლი რაღაც ბავშვებს წინავთ და ხო და ეს არა ქვია ნუ მარხვა რა აი მარხვა ხო და თუ შეიძლება დიდი ბოდიში მაგრამ ჩვენ ესე იგი თუ უნდა შეწუხდეთ ახლა რომ იცოდეთ რომ ჩვენ რძის ნაწარმს რაღაცა კვერცხს ხორცს რაღაცა არ ჭამთ ხორცს ისედაც სიტონაც მაინც არ ჭამენ რძის ნაწარმი კი ცენტრალური თემაა მთავარი და ნუ ესე იგი ეს ჩვენთვის არ შეიძლება ესე იგი ყველა ოჯახს შენახული აქვს ხა მარხვის გამო არა მაგრამ ნუ აი კონსერვებს ეძახიან შუშის კილებში დაკონსერვებული ბოსტნეული სხვადასხვანაირი ნუ ადრიჯანი თქვა რაღაც აუცე რაღაც აჯაფსანდარის გავს რაღაცა ყველგან არის ჩვენ უკვე ვიცით და ასე რომ ამ მარხვაში იქ მისვლა არ არის რაღაცნაირად უხერხულობას არ ქმნის რა აქვს ეს საჭმელი სახში და ნუ გამოგვიტანენ
მართლაც ამათმა გაგვიშალეს რაღაც უფრა, დავსხედით, დაღლილები ვართ რა, თან ახლა ვაინებს ლაპარაკის თავიც აღარ აგვაქვს, მაგრამ ნუ მაინც ვესაუბრებით ამ მასპინძელს და ამ ქალმა ოჯახის დიასახლისმა გამოიტანა დიდი თავი ყველი ერთი და დაადოს უფროს. ხო და მე ხა რაღაცნაირად ცოტა დავიბენი და ამ კაცს ვეუბნები რომ უკაცრავად მეთქი, მაგრამ ჩვენ ბოდიში მაგრამ არ მჭამთ ამ ყველს რა ეხა მარხვა. ვიცი, უბრალოდ ლამაზია. ლამაზია უფროს უხდებოდა და ამიტომ დავდებითო მეტი არაფერიო რა. მოკლედ დავიძინეთ. ხო და ეხა როგორ არის სივარა ზამთარია და ხალხიც ახლა მაინდა-მაინც ესე ვერ არის ვთქვათ ესე ხელგაშლილი ერთი ღუმელი უდგათ ხელგაშლილები როგორ არ არიან უბრალოდ როგორ ცხოვრობენ იცით ერთ ოთახში ცხოვრობს ზამთარში მთელი ოჯახი ეს ერთი ოთახი თბება დიდი ღუმელი უდგათ აქა და ამით თბებიან და გვერდზე ოთახებში ნუ თუ ისადაც ძინავთ კარს აღებენ უბრალოდ რომ თბილი ოთახიდან ჰაერი შევიდეს რა და ხო და მოკლედ იქან დამაწვინა იქ ცალკე დიდი ბოდიში რა გათბობა არ აქვს მაგრამ ესე თბილი საბანი რაღაც ყოფილი დამხარა და დავიძინე ნუ არაჩვეულებრივად რა მოკლედ მე ვთხარი რომ მაშინ არც მობილური ტელეფონები არ იყო და თხოვე რომ ისე მასპინძელთან ურთიერთობა ეს რომ დიდი სამზე უნდა ავდგე მეთქი სამზე რომ 4-ზე რაღაც უნდა ვილოცოთ და მე მაგ ავტობუსი მოდის რაღაცა ეს ხალხი უნდა შევაგრო რაღაც მოკლედ 12 საათზე ვიძინებ და სამზე უნდა ავდგე და ეს კაცი გადაირია რა ხო და ჩარო დაძილია რაღაცა რაღაცა ასე ვთქვა მე გაგაღვიძებთ ნამდვილად და დავიძინე მოკლედ ესე მშვიდად და ტკბილად და აი ხა საოცრება უნდა გითხრათ დილით მაგვიძებს გაიღვიძეთ რაღაცა და რო ვდგები შემოდის ეს კაცი ჩემს აძინებელ ოთახში და მოგ ჩემ ფეხსაცმელად იმიტომ რომ ხა წარმოიდგინეთ ამ თარია სველია თოვლია რაღაცა ვეარეთ და სულ დამისვლა ეს ფეხსაცმელიც რაღაცა და ფეხსაცმელიო ღუმელთან მეწყო გაგითბეთ გაგიშრეთ და გაგითბეთ ფეხსაცმელი ნუ აი რა გითხრათ ისეთი სტაბილიზება მოახდინა ამ ყველაფერმა და საერთოდ ამ ურთიერთობამ რომ აგერაი რამდენი წელი გავიდა და აი თან დამყვება რა მოკლედ ესეთი საოცარი მასპინძლობა აი ამ ხალხზე რა ლაპარაკი მოკლედ და ბოლოს მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთ ახალგაზრდა კაცთან ვიყავით ოჯახში და აი როგორ ვისაუბრებოდით სარწმუნოებაზე იმიტომ რომ ვეუბნებოდით რომ აი მონათლაზე რა აზრის ახართ რომ ქრისტიანები გახდეთ ისევე ესე ძირითადი არგუმენტი ამათი იყო ის რომ კი ესენი რადგან გახდნენ მუსლიმები ძალიან ერთგულად ასრულებდნენ ამ ყველაფერს წესებს იცავდნენ და რაღაცა და განსაკუთრებით ახალგაზრდები ამბობენ რომ ვერავით არ შემთხვევაში ესენი თავიანთ მშობელს მამას ბაბუას აი ეს სიტყვას ვერ შეუბრუნებენ და იმათი ხათრით მაგალითად ვერაფრით ვერ მიატოვებენ ამ თუმცა ჩვენ სარწმუნოებაზე საუბრობდით და რაღაც არგუმენტები მოყავდა მაგალითად ის რომ აი როგორ შეიძლება ხო ძალით გაგაქრისტიანეს ეს გაგამაჰმადიანეს ხო ძალით ხო და აი ხალხერ დადგა ეს დრო და დაბრუნდით და აი ეს ინერცია ერთი რო ესე არსებობდა მეორე ჩვენ ვეუბნებოდით რომ აი ქალის მაგალითად მუსლიმებში ქალის როლი ქალის ცხოვრებაში ქალი რაღაცა იმათ არ ითვლება ეკლესიის იმათ თუ გამაჰმადიანებული ქალს ეკლესიაში ნუ არავითარი ფუნქცია და უფლება არ აქვს საერთოდ რა ხო და რანაირად არის ხა ეს აი დედა და რაღაცა კიო ესო არ მოგწონსო მე ვეუბნებოდით რომ ეხლა რომ მიდიხარ ამ ჯამეში რა და არაბულად რო ლოცულობ ქართველი კაცი გესმის რას ლაპარაკ არა არ მესმის ხა არაბული არ ვიციო მე რო ლოცულობ როგორ უნდა ილოცო ხა წარმოდგენა არა გაქვს რა არა არც ეს არ მოგწონსო და აბა მე ვთხარი ესე ვეუბნებოდით ხოლმე რა ხა ნუ ხა ის მოგწონს ეს არ მოგწონს ეს რა სარწმუნოებაა კაცო ხო რწმენა ის არის რომ რასაც გეუბნებიან ეკლესია უნდა მიიღო ეს სწავლება და შენ სკოლაზე გადააკეთე და ბოლოს ესეთ რამეს ვეუბნებოდი და ძალიან გამოკვეთილი იყო ამ ოჯახში რომ აი წიგს დაგიტოვებ თუ შეიძლება და ესეთ რამეს მეუბნება ეს ახალგაზრდა კაცი რომ
იცით რა, ლოცვის წიგნს უნდა ამიტოვებთ, ესე ტყუილად დავიტოვო და არ ვილოცო, ესე შეგვიძლია. მაგრამ აი ეს სწავლა მოძღვრებით და კატეხიზმი მქონდა, ესე იგი, დაბეჭდი წიგნები, სწავლა მოძღვრებითი თუ არა, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავეცნობიო და წავიკითხავ. მოკლედ აი ესეთი იყო ჩვენი მოგზაურობები აჭარაში, რამაც ძალიან დიდი შედეგი გამოიღო სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ეს იმ წუთშივე ვერ დაძიებოდა, მაგრამ დღეს რაღაცნაირად ეხლა რა ვითარებაა, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაზე კარგად მეუფე სპირიდონი მოგვიყვება, სხალთის მთავარეპისკოპოსი და იმიტომ რომ მან დაიწყო იქა ესა და დღესაც ის არის იქ მხარეში. თუმცა სირთულეები დღესაც არის ამაზე აღარ გავაგზავნებ საუბარს. მეორე თემა დღეს რასაც მინდა შევეხო, ესე იგი, აი სანამ დავიწყებ აი მოწამეებზე საუბარს, ეს არის აი ზუსტად ასეთი შესაძლებლობა, საერთოდ ეს რუსეთ-ოსმალეთის ომები იყო, ესე იგი, რამდენი იცით, ეხლა გეტყვით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 აი როგორც რუსეთ-ოსმალეთის ომი 1568 წლიდან მოყოლებული 1568 1570 ერთად ესეული 3 წელი გრძელდებოდა და ბოლო ეს ომები იყო 1877 და 1914-1918 როგორც მოგახსენეთ, პირველ მსოფლიო ომის დროს ფაქტობრივად დაიშალა ეს ოსმალეთის იმპერია და აი ამ ბოლოს უკვე, როდესაც ეს მოხდა, ფაქტიურად რუსეთის იმპერიამ ესე იგი ერთ-ერთი ომი მე-19 საუკუნის დასაწყისში ჰქონდათ და ფაქტიურად მაშინ საქართველოს ძირითადი ნაწილი შემოუერთა დაუბრუნდა ჯავახეთი და ეს. მაგრამ მაინც ბოლომდე არა და აი ბოლოს ესე იყო, აი ამ ბოლო ომის დროს საშუალება მიეცა, როგორც კი პირველივე საშუალება მიეცა, აი ჩვენი, სასიკადულო, არ ვიცი, აი თქო რომ ნახოთ რომ გადაათვალიეროთ მაგალითად რა წერია მარტო ვიკიპედიაში თედოსახოკიას შესახებ, რა გითხრათ რა, დიდი დრო ჭირდება იმის წაკითხვას, რა ღვაწლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნის წინაშე და ერთ-ერთი რაც არის, რომ აი როგორც კი საშუალება მიეცა, იმოგზაურა გურიაში, გურიიდან გადავიდა შემდეგ აჭარაში, მოიარა და წიგნი დასწერა რაღაც არაჩვეულებრივი, მოგზაურობანი ესე ქვია წიგნს, რაც ხელმისაწვდომია ინტერნეტში და მე მინდა ერთი ადგილი წაგიკითხოთ უბრალოდ, ან რა ენით წერს, ან რას წერს, აი, აუცი მე ხა ამდენი გესაუბრეთ ამ აჭარლებზე, მაგრამ მე მგონი ამ თედოსახოკიას აი ამ ერთ პატარა მონაკვეთში, გონი შეიძლება უფრო მეტიც კი ჩანს, ესე იგი ვისთანა გვაქვს რა ადამიანებზეა. საქმე მოკლედ გურიაში თედოსახოკიას მიასწავლეს ვიღაც ერთი აი გადადის უკვე აჭარის სოფლებში და იქ ესე იგი არც მახსოვს რომელი სოფელია, გონი არც არის მითითებული, მოკლედ იქ თავის მასპინძელთან უნდა მიივიდეს. ირემაძეები არიან და თავისი თანამგზავრი ყავს ფეხით მიდიან. ჩადიან ამ სოფელში და კითხულობს ამ მასპინძელს და ესენი უნებია რომ ეს მასპინძელი ხა ამ წუთას არ არის სახლში, საღამოსთვის დაბრუნდება. სოფლელები ეუნებიან და შეგიძლიათ ბატონო მიბრძანდეთ მის სახლში, ქალები არიან სახლში მხოლოდ და ეს ქალები ყველანაირად თქვენ მოგივლიან გაჭმევენ, დაგაპორებენ, დაგაბინავებენ და ამასობაში მასპინძელიც მოვა სახლში. და ამან რაღაცეთ მოერიდა ესე სახლში მისვლა, როცა მასპინძელი არ არის და სოფელს ცოტათი გაცდა და იქ რაღაც ჩამოშდა, იქ ისვენებს. ესე იგი ამოვიდნენ ეს სოფლელები სათითაოდ და სალამ ალეიქუმ, ესე არის ეს სხვათა შორის ეს მუსლიმური არ არის პირდაპირ ეს ნიშნავს მშვიდობა უფლის სახელით და ალეიქუმ სალამ არის პასუხი და მოკლედ ესალმებიან ამას და იქ სადაც შორი ახლა ჩამოსხდა. ცოტა ხანში ვიღაც კაცი მოვიდა
და ხონჩით მოიტანა ჩამოთვლილი აქვს ამას, ნუ ცხელი ჭადი, ბორანო, ეს ყველა ოჯახში ესე გვიმას მისძებოდნენ, ეს არის ყველი მომწვარი ტაფაზე ერბუში, ძალიან ნუ ცალ-ცალ გემრიელია იქაური ყაიმაღი, ანუ ესე იგი არაჟანი რაღაც არაჩვეულებრივი და რაღაც საჭმელები მოუტანეს და ნუ ეს დანაყრდა და აი ამ დროს გადმოვიდა მასთან ესე იგი აი ამ ჯგუფიდან გამოიყო ერთი ადამიანი და მოვიდა და რასეულება ესე იგი სანამ სადლოს წაგიკითხავთ პატარა მონაკვეთი სანამ სადლოს გავათავდი 4 გლეხიც მოგვემატა ერთი ხანში შესული გლეხი ახლოს მომიჯდა და ბუდიშის მოხდით წმინდა ქართულით მითხრა კითხვა სირცხვილი არ არის ბატონო კითხვა სირცხვილი არ არის შეკითხვის დასმა რა გოდა მართალია ჩაფარსა კითხა ჩემი ვინაობა მაგრამ ეთყობოდა ვერ დააკმაყოფილა მისმა პასუხმა და ზემოხსენებული სიტყვებით მე მომიბრუნდა იმის მაგირო პირდაპირ ეკითხნა რაც უნდოდა იგავით დაიწყო შორიდან ეთყობა ეს მანერა ლაპარაკისა ძველთაგან დარჩენილი დღესაც ის პატივში აბა ვინახარ პირდაპირ ეკითხა რაღაცა ნახეთ აი რა მოუყვა ახლა ერთ შეძლებულს კაცს დაიწყო თანამოსაუბრება ორი მოჯამაგირი ყავდა ერთ დღეში შაურს აძლევდა მეორეს დღეში ერთ კაპიკსა აი ზონარი მოჯამაგირი ერთ დღეს მის სახლის კარწინ ჩალვადრებმა ანუ ვაჭრებმა გაიარეს და შორი ახლო დაისვენეს აღამ ამ სახლის პატრონმა ერთ კაპიკიანი მოჯამაგირი გააგზავნა წადი ნახე ჩალვადრებიო მოჯამაგირემ აღის ბრძანება აღასრულა ხოლოდ მივიდა დახედა და უკან დაბრუნდა მერე შაურიანი მოჯამაგირი გააგზავნა ანუ ეს უფრო კვალიფიციური იყო ყველანაირი ის მივიდა ჩალვადრებთან კითხა ვინაობა სადაურობა საითმიმავლობა რასაქონელი მიგაქვთ ერთი სიტყვით ყველაფერი გამოკითხა თუმცა არავის თქოს მისთვის ესენი გაეკო ყველაფერი აღასო ამბო აღამ კაპიკიანი მოჯამაგირი აძაგა და შაურიანი აქო ეხა იმის სიტყვებს ციტირებს პირდაპირ ეს ქართული ბატონო ანუ საუბარი რა აი გესმის ქართული გესმის აი ადამიანს რო ესაუბრები აი ქართული ანუ ქართული როგორც საუბარი სიტყვა რა ეს საუბარი ბატონო თქვენ შეგეხებათ ჩვენ გვეწვიეთ გეტყობათ პატიოსანი უცხო კაცი ბრძანდებით ჩვენ სოფელზე რომ გაიაროთ და ჩვენ რომ მერე ვინმე მკითხოს ვინ იყო თქვენთან რა უთხრათ რაც არ გვეწოდინება ეს მასპინძელი ეკითხება იმ სოფლის ერთ ეხა ეს თედო პასუხობს ძველთაგანვე ჩვენი ძმები ყოფილხართ უთხარი მერე ერთმანეთს დავშორდით ერთმანეთის არც კარგი ვიცოდით არც ავი მოსულ ვარ გნახოთ თქვენი ამბავი გავიგო და თქვენს ძველ ძმებს მოამბო და მართლაც რაც გააკეთა ეს წიგნი არ ჩვეულებრივი წიგნი არის აღწერა ამაჭა და ეს კაცი პასუხობს ახლა კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეიტყეთ გაგვიცანით ჩვენც რაც შეგვიძლია ხელს შეგიწყობთ ნუ მოკლედ აი ეს ახლა როგორც მაგალითი ისე მოგიყვანეთ დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ აი დღეს რასთან გვაქვს საქმე დღეს შემდეგი თემა სანამ მეუშუალოდ კიდევ ამ მოწამეობის საკითხზე გადავიდოდე მინდა გითხრათ რომ შემდეგი თემა ეს არის 19 საუკუნეში როგორც მოგახსენეთ 1870-1870 წლებში კიდევ ერთი ომი იყო რამაც კიდევ ახალი შესაძლებლობები რუსეთ-თურქეთის ომი და ახალი შესაძლებლობები გახსნა და ამით ჩვენმა მაშინდელმა დიდმა წინაპრებმა ძალიან ისარგებლეს და ნუ დაამყარეს ამათთან ურთიერთობა იმის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ოღონდ იქ მაშინ სხვა პრობლემა იყო უკვე 19 საუკუნეში უკვე ვეღარ ხერხდებოდა ვეღარ ბედავდნენ ესე და უბრალოდ ამოცანაც რაღაცნაირად გადაწყვეტილი იყო გამოსლიმებული იყო ეს აჭარა მაგრამ აქ ამ დროს 19 საუკუნეში უკვე სხვა პრობლემა იდგა ამ წინაშე ეს არის ეგრეთ წოდებული მუჰაჯირობა და მუჰაჯირობის პრობლემა არის რას ნიშნავს რომ ესე იგი საერთოდ ეს ემიგრაციას ნიშნავს აი გადაადგილებას მოსახლეობის გადაადგილებას და ესე იგი გარდა იმისა რომ ამათმა
ესე იგი ამ თურქებმა ეს ქართველები გაამაჰმადიანეს ამის შემდეგ მათ უნდათ საერთოდ რომ ამათ ფესვებთან კავშირი აღარ ქონოდათ და დაიწყეს შეთავაზება ну ეს ესეთი რაღაცა თან ცდუნებაც იყო და რაღაცა გამოსლიმა სხვა შორის ხო და შეთავაზება დაიწყეს რომ აი არ გინდათ იქ მარმარილოს ზღვის იმ მხარეში გადაგასახლებთ უფრო კაი პირობებია რაღაცა რომ მოეშორებინათ აქაურობისთვის აჭარისთვის და მართლაც ბევრი ადამიანი გადაასახლეს და ამ თემაზე ამ ესე იგი არსებობს მე ხა ორი ავტორი უნდა დაგისახელოთ ერთი ეს დღევანდელი ჩვენი თანამედროვე პიროვნება არის პროფესორი მალხაშ ჩოხარაძე და ესეთი წიგნი აქვს დაწერილი ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში მარმარილოს ზღვის რეგიონში და ეს არის მონოგრაფია 2016 წელს დაიბეჭდა ეს წიგნი და ერთ-ერთი თავი არის მუჰაჯირობის მოკლე ისტორია და იქ აქვს ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი მოყოლილი და აი სწორედ ის სახე რაც უნდა მოგიყვეთ მე-19 საუკუნის ეს ამბები მე-19 საუკუნეში მართ საქართველოს მამულიშვილებმა აიმაღლეს მუსლიმ თანამოძმეთა დასაცავად ისინი უპირისპირდებოდნენ როგორც რუსეთის იმპერიის მმართველი წრეების პოლიტიკას ასევე ოსმალურ პროპაგანდას და ცდილობდნენ შეეჩერებინათ მუჰაჯირობის აჭარიდან თურქეთის სიღრმეში გადასახლების ტალღა გარდა ამისა გაიადვილებინათ ქართველი მუსლიმებისათვის ახალ რთულ დროებას და შეგუების პროცესი დახმარებოდნენ უამრავი ახალგაჩენილი პრობლემის მოგვარებაში ეზრუნათ ეპოქის შესაბამისი საგანმანათლებლო თუ კულტურული დაწესებულებების ჩამოყალიბებაში და ასე შემდეგ მაშინდელ ქართულ პრესაში ამ განწყობის გამხატველი მრავალი წერილი დაიბეჭდა და უნდა აღინიშნოს რომ თავადაც კოლონიალური რეჟიმის მარწუხებში მოქცეულმა ქართულმა საზოგადოებამ ბევრი ღირებული საქმის გაკეთება შეძლო და სამუსლიმანო საქართველოს გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად გულმოდგინედ იღაწვა სხვადასხვა აღსარებლობის ქართველთა ერთიანობისათვის აი ეს სულისკვეთებაა მე-19 საუკუნეში აი უკვე ამ ჩვენი ძმების ესე რომ ვთქვა ძმების ჩვენ და ისა ერთად ნაწილი საქართველოსი დააჭარა და ამათი გაერთიანებისთვის და ეხლა ესე იგი ორი პიროვნება ორი წმინდანის შესახებ მათი სიტყვები მინდა წაგიკითხოთ ეს არის ილია ჭავჭავაძე 1877 წელს წერს არ გვაშინებს ჩვენის გარემოება ილია ჭავჭავაძის სიტყვებია წმინდა ილია მართლის არ გვაშინებს ჩვენის გარემოება ივერიაში წერდა ამას გაზეთ ივერიაში ჩვენ ძმებს ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ და დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ ჩვენ არ გვაშინებს ეს ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი ჩვენ და სასიკადლოდ კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდის და დიდი ხნის განშორებულ ძმას ძმურადვე შეითვისებს თავის პატიოსანს და მობერგულზე ძმას ძმურადვე მიიღდეს თვალში სიხარულის სრემ მორეული ქართველი და ესეთი რაღაცა გაუკეთებიათ ესე იგი აი ეს ამ რუსეთ ოსმალეთის ომის ესე 78 წელს როგორც კი დამთავრდა და თამისი მოთავე ჩვენ გვისაუბრია დიმიტრი ყიფიანზე წმინდა დიმიტრი ესე იგი წმინდა დიმიტრი ყიფიანზე გვისაუბრია რომელსაც აკაკი წერეთელმა მეორე დიმიტრი თავდადებული უწოდა რომელიც შეეწირა შემდეგ რა თქმა უნდა ამაზე ვისაუბრეთ აი დიმიტრი ყიფიანი იყო მოთავე განსაკუთრებულად და მათ გადაწყვიტეს რომ მოეწყოთ შეხვედრა თბილისში უკვე ჩამოსული თუ საქართველოში ქართველი მუსლიმებისათვის რაღაც ჯგუფი იყო ჩამოსული რათა სხვა თუ არა საზოგადოებრივ სუფრაზე პურისჭამით მაინც დაანტკიცებინათ თავიანთი თანაგრძნობა და სიყვარული ანუ სუფრა გავაკეთებთ ამათთვის რაღაც დელეგაცია იყო ჩამოსული მართლაც ესე იგი იმათი მხრიდან აჭარლების მხრიდან იყვნენ ეს ცნობილი პიროვნებებია ვისაც ახლა გეუბნებით შერიფ ხიმშიაშვილი ჰუსეინ აბაშიძე ხასან ბეჟანიძე ნური ხიმშიაშვილი აჰმედ ხალვაში და 16 სტუმარი სულ 16 იყვნენ და
მასპინძელთაგან შთამბეჭდავის ადგილზელები წარმოუდგონ გრიგოლ ორბელიანს, ალექსანდრე ზუბალაშვილს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს და სხვებს. და ეხლა დიმიტრი ყიფიანის სიტყვები უნდა წაგიკითხოთ, ძალიან შთამბეჭდავი. ერთხელაც საქართველო ვრცელი და მაგარი ქვეყანა ყოფილა. ამაზე გვემოწმებიან ერთის მხრით გმირული მოქმედება, რომელსაც თვალწინ წამოგვიყენებს ერთი ცარიელი ხსენება, ისეთი სახელისა, როგორც მაგალითად ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, დიდი და დიდად მნათობი თამარ მეფე. მეორეს მხრით გვემოწმებიან ისეთი ხუროთმოძღვრებითი აღმოსაკითხავები, როგორიც არის მაგალითად ციხესიმაგრეები და ტაძრები. ბუნების გამომძიებლობით ვიცით, რომ ქვეყნიერებაში უძრავი არა არის რა. დროთა ბრუნვაში სხვადასხვა შეტაკებანი მომხდარა და ერთი ისეთიცა, რომ დაურღვევია ჩვენი გვარტომობითი კავშირიცა და 200-300 წელიწადმა განვლო, რომ აქაურ ქართველებს იქაური ქართველებისა არ აქვს მენია რა, ისინი ჩვენთვის წუხდნენ, ჩვენ იმათთვის. ჩვენ იმათი აღარა ვიცით რა, იმათ ჩვენ. ახლა აგვიხდა ასწლეული ნატრა, ვისურვოთ სიმტკიცე ამ ახლად აღდგენილ კავშირისა უკუნისამდე და ამ ჩვენს ძველ მოძმებს თვალეთ ხედავთ და ძმურის სიყვარულით შევხარეთ, შევსვათ სადღეგრძელო იმათი. მოკლედ ეს იყო აი ამ გაერთიანების შეერთების სიხარული, რომელიც როგორც მოგახსენეთ, უკვე შემდეგ კიდევ ქონდა დაბრკოლება მე-20 საუკუნეში და ბოლოს მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ აი ამ საოცარი შეხვედრების ამ საოცარი სიხარულის. და ეხლა გადავდივარ ამ ძირითად თემაზე და ესეც ჩვენმა ერთ-ერთმა ფაქტიურად ეს ამბავი, აი რატომაც შეირაცხენ ესენი წმინდანებად, ეს არის შეიძლება ითქვას მთლიანად დამსახურება უდიდესი სასიკადულო ჩვენი მამულიშვილის, ეს არის ზაქარია ჭიჭინაძე, რომელიც 1853 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა და ეს იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი და პოპულარიზატორი. ესე იგი, ორი წიგნი უნდა მოვიხსენოთ დღეს და წავიკითხო რაღაც ფრაგმენტები იქიდან. ერთი არის ქართველების გამაჰმადიანება, ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში მე-17-18 საუკუნეებში. ეს 1915 წელს დაიბეჭდა ეს წიგნი გამოიცა და მეორე წიგნი არის მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში. ესე იგი, სანამ კიდევ ერთი პატარა შესავალი, ეს აღარც არის უკვე შესავალი ფაქტიურად ვიწყებთ ამ თემას, მაგრამ სანამ პიროვნებებზე და ამბებზე გადავიდოდეთ ადამიანებზე, ხო? კიდევ ერთი მომთხრობი ამისი, ანუ ამისი ამსახველი არის ტოპონიმები, ანუ დღევანდელი სახელები სოფლებისა. და აი აქედან დავიწყოთ ჩვენ ეს საუბარი. უპირველეს ყოვლისა მე დღეს ჯავახეთი ვახსენე, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ჯავახეთში ვარ და ჯავახეთის ბედი, ეს კიდე ცალკე თემაა. საქართველოსთან, ესე იგი, ინტეგრაცია საქართველოს ძირითად ნაწილთან ამ ხარის, სადაც ფაქტიურად სრულად აღმოიკვეთა თუ ეს ამ თურქობის დროს, თუ მერე ამ რუსების, ესე იგი, თითქოს შემოგვიერთეს ამ რუსეთ-თურქეთთა ომის არის 1827-28-29 წლები, მაგრამ სამაგეროდ ქართველები გადაასახლეს აქედან. ეს კიდე ცალკე თემაა და სოფლების სახელები, აი ჯავახეთში მაგალითად არის სოფელი ნაოხრები, არის სოფელი მამწვარა, ესე ქვია რა. დღესაც ესე ქვია ამ სოფლებს. აი ესეთი ტოპონიმიკაა და ეხლა ესე იგი გადავდივარ უკვე აჭარის სოფლებზე ერთი წუთით. ესე იგი, ძალიან კარგი ფილმი გააკეთა ამ თვალსაზრისით ბატონმა რეზო ჩხეიძემ
ბოლერთეთი ბოლო ფილმი იყო მისი, ფილმს ერქვა შობლიურო ჩემო მიწა, ანუ რაიკომის დივანი ესე ერქვა. და რამდენიმე სერიანი ფილმი იყო და იქ სულ ესე იგი ძალიან ახალი თემა იყო, მაშინ როგორც მოგახსენეთ დახურული იყო საერთოდ ხარე და ნუ სულ ისმის იქ ვაიოს ველები, ვაიო. ხო და ეს ვაიო მე მაშინ მეგონა რომ სადღაც ჯავახეთში იყო და არა. აღმოჩნდა რომ ეს არის აჭარაში და სოფელი და ეხა აი ვაიოს შესახებ მინდა მოგიყვეთ ვაიო. და ესე იგი ეს არის ზაქარია ჭიჭინაძის გადავდივართ უკვე მის ტექსტზე და ეხლა რასაც წაგეკითხავთ ეს ზაქარია ჭიჭინაძის ტექსტი ეხლა და ბოლომდე რასაც წაგეკითხავთ ჯერ ესე იგი მოკლედ ჯერ ტოპონიმებზე აქ ვაიო რომ ქრისტიანული სოფელი ყოფილა ამას მოწმობს ვაიოს სკოლის შემოგარენში არსებული ქრისტიანული სამარხები. გათხრების დროს სამარხში აღმოჩენილია ვერცხლის ჯვარი და სხვა ქრისტიანული სიმბოლიკა. სოფელ აკუცასა და ვაიოს საზღვარზე ყოფილა საყდარი, რომელიც დაუნგრევიათ, მისი ქვებით სოფლის გზა მოუპირკეთებიათ ეს უკვე ამ თურქობის დროს. ლეგენდის მიხედვით ამ საყდრის ნანგრევებზე ყოველდღე გამოდიოდა ერისთავის ქალი, ასრულებდა ქრისტიანული ლოცვის რიტუალებს და დასტიროდა დაღუპულ ქმარშვილს, რომლებიც არ გამუსლიმანებულან, ანუ ამიტომ დახოცეს, არ გამუსლიმანი გადავედით ფაქტიურად უკვე ჩვენ თემაზე, სიკვდილი აურჩევია და ჯვრით გაუთხრიათ დარანი. ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ნასაყდრალზე გადმომდგარი ქალი თურმე ხმით მოთქვამდა და იმ ადგილიდან სულ ვაიოს სახელი მოისმოდა. სოფელს ადრე ვაკე ჯვარი რქმევია. გამუსლიმანების შემდეგ სოფლის სახელს ჯვარი ჩამოშორებია და ვაკედ იწოდებოდა, მოგვიანებით კი ვაიოდ ქცეულა. ვაიო 50 კომლი. მშვენიერი სოფელი აჭარაში იშვიათია ასეთ სოფელი. ძველად ამ სოფელს თავისი დიდი ეკლესია ჰქონდა, მაგრამ ეს ეკლესია ადრევე დააქციეს. მის საძირკველზე ვაიოს ჯამე გააკეთეს. ჯამეს ხის მინარეთს, ანუ მინარეთიც აქვს. ამ სოფელში ცხოვრობდა ქართულ მაჰმადიანთა სახალხო მელექსე ბუჰან ბარახტარ შავიშვილი. ამ სოფლის ერთ წისქვილში ერთ ქართველ ქრისტიანი ქალისთვის მიუსწრიათ ახლად გამუსლიმანებულ ქართველ ვაჟკაცებს. ეს ქალი მოუტაცნია და წაუყვანიათ ერთ დომნია მისი შერთვა. ქალს უყვირია ვაიო და ამიტომ დაერქვა ვაიო, რამდენიმე ვერსია არსებობს. კიდევ ერთი ლეგენდა ვაიოს შესახებ მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში აჭარაში მოღვაწე ექიმსა და პოეტს ლევან გელაძეს აქვს მოთხრობილი თავის ლექსში, რომელიც ხალხურ თქმულებაზე აგებული. ქალი ყაჩაღიზეგენ თავის დახსნას ცდილობდა, რომელმაც მანამდე დედამისი სასიკვდილოდ დაჭრა. ქალმა ფირალს თხოვა. დედისათვის წყლის მიტანის საშუალება მიეცა ეზოში შესულ ქალს, გულის სიბრაზით ჰქონდა საქმე, აპირებდა მოძალადისათვის თავი პრიალად ნაჯახით გაეჩეხა, მაგრამ სანამ ყაჩაღს მოკლავდა, თოფმა იჭექა და ქალმა ვაიო შეყვირა და ძირს დაეცა და ხამ ლექსის ნაწყვეტს წაგიკითხავთ. შეტოკდა ქალწული, შესტირა ვაიო, დედიკო ვაიო. ვაიო ატირდა ლამაზი მშობელი, ვაიო ატირდა მთის წყარო. ვაიო აკვნესდა მთის წყარო. აი ესეთი ლექსი არსებობს. დღეისათვის ვაიოში 17 ოჯახი ცხოვრობს, სოფელში გავრცელებული გვარებია ტეტემაძე, მახაჭაძე, ლორდ-კიფანიძე, ჩიკვაიძე, ასევე გვხვდება შავიშვილი, გორგილაძე, ნიჟარაძე, მარკოიძე, თებიძე, ჭაღალიძე, ბოლქვაძე, ბერიძე. აჭარის გამუსლიმანება ვაიოს გარდა სხვა სოფლების დასახელებებშიც აღიბეჭდა. ქედაში დღემდეა შემორჩენილი ლეგენდა ვარანეულზე, სოფელზე, რომელმაც ლეგენდის თანახმად ქრისტიანული ჯვრის გამო თავი გაწირა. ვარაუდობენ, რომ სოფელს ადრე სხვა სახელი ერქვა და ვარანეული იგივე ვერანეული მოგვიანებით ეწოდა. სიტყვა ვერანა აოხრებულ, გაპარტახებულ და მოვლელ ადგილს ნიშნავს. 4 საუკუნის წინ ვარანეულას ადგილას დიდი სოფელი ყოფილა აჭარაში შემოსულ ოსმალებს. სოფელში შიკრიკი გაუგზავნიათ, რწმენა შეიცვალეთ, თუ სიცოცხლე გინდათ, რწმენის შესწავლა სოფელს უარი უთქვამს და მთელი სოფლის მოსახლეობა ოსმალეთის იმპერიის ჯარისკაცებს სოფლიდან აუყრია და ცხმორისთან, მდინარე აჭარის წყალთან მიუყვანიათ, სადაც პირობა წაუყვანეს. ხატებზე უნდა დაედგათ ფეხი და ისლამი მიეღოთ, რასაც არ დათანხმებიან ვარანეულელები და ზოგი ხმილით მოუკლავ, ზოგი თამარის ხიდიდან მდინარე აჭარისწყალში თავად გადამხტარა.
მთელი სოფლიდან მხოლოდ 5 ლამაზი ქალი დარჩენილა, რომლისათვის ფაშის ცოლობა შეუთავაზებიათ. თუმცა ქალები თავისინებით გადაშვებულან მდინარის მორევში, ასე გაქრა სოფელი და ამ ადგილს დღეს ვარანეულს უწოდებენ. და კიდევ ერთი სახელი ლეგენდა სოფელ საღორეთზე. სოფელს ქვია საღორეთი, ხა ეს მუსლიმები მოგესწრებათ ამ ორი არ არის იქ საერთოდ. რომელსაც დღეს ოფიციალურად 1 მაისი ქვია. ზაქარია ჭიჭინაძემ სოფელ საღორეთსა სახელის დარქმევის ისტორია შემოგვინახა, რომელიც მისთვის სოფლის უხუცესებს უამბიათ. საღორეთში ისლამი გვიან მიუღიათ, ახლომახლო სოფლებიდან შეუგროვებიათ ცხოვრები. მიურეკიათ საღორეთელებისათვის და უთქვამთ, რადგან ჩვენ რჯული შევიცვალეთ, ეს ღორები თქვენ გებარებოდეთ. ესე იგი, მთელი იმ ხარის ღორები ჩააბარეს ამ სოფელს. თუ ისლამი არ მოგვეწონა, ისევ გავქრისტიანდებით და ღორებს გამოგართმევთო. თუ არა და ეს ღორები ღმერთმა მოგახმაროთ. და იმათ წვენა აღარ შეუცვლიათ და აქ მოიყარა ბევრმა ღორმა თავი, რის გამოც დოვ მუხზანა, ანუ საღორეთი შეარქვეს. ეხლა მე თქვენ უნდა გაჩვენოთ ერთადერთი ამ პერიოდის გამოსახულება, რაც გაგვაჩნია. ეს არის აჭარის მუფთი ახმედ ეფენდი ხალიფაშვილი, ქართული ენის მოქადაგე, ესე იგი, ესენი ხო გამუსლიმდნენ და კიდევ ბევრი მოღვაწე გამოჩნდა, ვინც აი მე მოგიყვებით, ახლა წაგიკითხავთ კიდე ამ წიგნიდან მაგალითებს, როგორ ზრუნავდნენ ან იმათი უკან დაბრუნებისთვის, აი სხვადასხვა გამოჩენილი მოღვაწეები, ან აი მუჰაჯირობის წინააღმდეგ, რომ ეს ქართველობა საბოლოოდ არ აღმოფხვრილიყო და ერთ-ერთი მათგანი იყო ეფენდი ხალიფაშვილი, ქართული ენით მოქადაგე, ამისთვის იგი სამართალში მისცეს, მაგრამ თავი იმართლა, ჩვენ ქართველები ვართ, მეც ამ ენით ვქადაგებ, რომ ხალხს უკეთ გავაცნო ისლამის სწავლა. აი ვითომ ამის გამო ეს არის ეს ეფენდი ხალიფაშვილი. ესე იგი, ეხლა გაჩვენებთ. ეს არის ესეთი მინიატურა მოგშემორჩენილი. აი თუ ჩანს. სხვა ხა არაფერი გამოსახულებები არ გვაქვს აჭარის პეიზაჟების გარდა მოკლედ რა. და ახლა მე ვიწყებ უკვე კითხვას მონარი დიდი წიგნია ეს რა, დიდი წიგნია და ხელმისაწვდომია ინტერნეტშიც არის ეს წიგნი და რა თქმა უნდა ეს წიგნი თავიდან ბოლომდე წასაკითხი წიგნია, მე მხოლოდ რამდენიმე ამუნარიც გაგაცნობთ, ფაქტიურად აი როგორ ეწამნენ მოკლედ ეს ქართველების ჯულისათვის. ზოგმა გაუძლო, ზოგმა ვერ გაუძლო, მაგრამ აი ეს ტანჯვა როგორ გადაიტანეს, ეხლა ამის შესახებ წაგიკითხავთ უკაცრავად. მე რა თქმა უნდა დაინტერესებული ვარ. ეს ჩემი ეპარქია ახალქალაქის ყუმურდოსი და კარის ეს დავამატეთ ეხლა. რამდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიამ გამოაცხადა ეს შემოერთდა ჩემს ეპარქიას, იმიტომ რომ ისტორიულად საქართველოს იყო ესა და ეს კარის ეპარქია ეს არის ქალაქი ყარსი, დღეს ესე ქვია ყარსი. და კი ჩვენ აღნიშნავთ აჭარაში ესე იგი საწმუნოებისათვის თავგანწირულ ადამიანებს, მაგრამ ეს ამასაც ეხება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი სივრცეა და ერთი პერიოდია და ერთი მიზეზი იყო. ეს არის ყარსი. ქართველების გათათრება ყარსის იგივე კარის მიდამოებისაკენ ნაამბობი სოფელ ვაიოში გამაჰმადიანებული გოგიტიძეების მიერ. ეს იგი ზაქარია ჭიჭინაძე დადიოდა ამ სოფლებში და ამ ყველას იქ მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს თხოვდა
აი ისლამის მიღების აღწერას აი ამ შემთხვევების, რაც იყო ხალხის მეხსიერებას შემორჩენილი და ეს არის გოგიტიძეების ნამობი. ყარსი ძველად ქართველების ქალაქი იყო. მის გარშემო სულ ქართველები ცხოვრობდნენ. ყარსი იქითაც საქართველოს ყოფილა. ოსმალების ყველაზე წინად ყარსის ქალაქი დაუჭერიათ. რა ეს იგი ოსმალებმა პირველ რიგში ყარსი აიღეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ თათრებს ქართველებისათვის გამოხმადიანება თათრებს ქართველებისათვის გამოხმადიანება უთხოვიათ, მაგრამ ქართველები არ დასთანხმებიან და ოსმალებთან ამის გამო ჩხუბი მოსვლიათ. ესე იგი, აი მოხუცის მონაყოლია იმ ქართულით, რა ქართულითაც ისინი ლაპარაკობენ. ქართველთაგან ძლიერ ბევრნი დახოცილან, ბევრი ქართლ კახეთს გამოგცევლან, ბევრი აქ დარჩენილან. ჩხუბებს ბოლო და დასასრული არ მისცემია. ამ დროს ყარსისაკენ მდგარან გოგიტიძეები. ამათ სოფლები იქით ყოფილა. გოგიტიძეები აზნაურები ყოფილან მეფეების დროს და თათრებს ამის მაგიერ აღობა, ანუ აღა, ესე იგი მიუციათ თავადობის ნაცვლად რა. ერთი გოგიტიძეთაგანი მეტად შესანიშნავი კაცი ყოფილა, ხალხის მოყვარე, ქვეყნის ერთგული, ის წასულა ოსმალებთან და უთქვამს: ბატონებო, ჩვენი რად გეშინიათ თქვენა? ჩვენი რისი შიში გაქვს? ჩვენს ჯულს რად ეხებით? ჩვენს ჯულს. რად გინდათ რომ ჩვენი ძველი ჟული დაგვაკარგინოთ, ამით უფრო ბევრს მტრებს გაიჩენთ. თქვენ ჯობს რომ ამდენი ხალხის ასე ჟლეტა წყვეტას თავი დაანებოთ და ქვეყანას უპატრონოთ, თურქებთან მისულა მოკლედ. ჩვენ ერთგულნი ვართ. მე გაძლევთ პირობას რომ თქვენ წინააღმდეგ სიტყვა კრინტი არავინ დასძრას. ხმალი არავინ აიღოს ხელში. ოღონდ მოგვასვენეთ, ჩვენ ჟულს თავი დაანებეთ, ხალხი ამაზე წუხს და სულ ამის გამო არის უკმაყოფილება. ძალიან კარგი. ყველაფერს შევასრულებთ, ხოლო შენი სიტყვითა და შენის დაპირებით და ისიც იმ შემთხვევაში, თუ შენ თვითონ პირადად თათრის რჯულს მიიღებ. ეს იცოდე, რომ მაშინ ყარსის ფაშობასაც შენ მოგცემთ და მართე იქაურობა ჩვენის ერთგულებით. ასეთი რჩევა გოგიტიძეს მოეწონა, ამან იფიქრა, ამდენი ვაგლახი თუ ჩემს გამოხმადიანებით მოისპობა და მეც ფაშა გავხდები, მაშინ რა მიჭირს? გამოხმადიანები. აი ეს არის შესწავლა. რაც ამ გოგიტიძემ გააკეთა. ვითომ სხვების გადასარჩენა და სხვების სარწმუნოების დასაცავად ამან მიიღო მოსლა. გამოჩნდება, რომ ეს არ შეიძლება მაინც ესე იგი რა უღირს ახარებაში შეწერია ადამიანს მთელი სოფლიოც რო შეიძინოს თუ უკეთო სულითვის იზღვიოს. ხო და ნუ მოკლედ ამით ქვეყანასა და ხალხს მაინც ავაცდნენ დიდ უბედურებას. ამიტომ ეს კაცი მალე გამოხმადიანებულა, ამისთვის სახელად სეიდი უწოდებია და ყარსის ფაშად დაუდგენია. სეიდ ფაშა გოგიტიძე ძლიერ შესანიშნავი კაცი ყოფილა და თავისი საქმეებიც კარგად უმართავს, მაგრამ არ გასულა დიდი ხანი სეიდ ფაშას გამოხმადიანების შემდეგ, რომ ოსმალის ფაშისაგან ბრძანება მოსულა. ნახეთ? აი ხო თითქოს შესთავაზე შენ და ეს ხო შესთავსავანებთ, მაგრამ აი ხა ოსმალეთის ცოტა ხნის მერე ეს ერთი კაცი დავკაცი რო გამოხმადიანდა. ეხა ოსმალეთის ფაშადან მოვიდა ბრძანება, რომ ქართველები თლად უნდა გაამაჰმადიანოთ. ჩემს სამეფოში ყველა მაჰმადიანი უნდა იყოს. ამ ამბავს ხალხი არ დაყაბულებია სეიდ ფაშასთან მისულან და უთქვამთ. ეს რა ამბავი არის? დაგვიმორჩილეს, ფეხი გაიმაგრეს, ყოველივე ჩვენი საიდუმლოება შეიტყვის და ახლა გამაჰმადიანებას გვეუბნებიან ჯულიდან ხელის აღებას. სეიდ ფაშა მიმხრობია ქართლთ და ამათ ოსმალთა წინააღმდეგ ჩხუბი დაუწყია. ჩხუბში დიდძალი ქართველობა გამწყდა რა, მაგრამ არც ოსმალთ დადგომიათ კარგი დღე. ესენიც მრავალნი დახოცილან. ოსმალთ მალე მოშველებია ოსმალოს ახალი დასვენებული ჯარი და ამათ გამომარჯვნიათ. ქართველები ძლევდნენ და ამ ძლევის დროს სეიდ ფაშა გოგიტიძე თავის ხალხით აჭარაში გამიქცეულა, ყარსიდან. რადგანაც აჭარა მაშინ საქართველოსი იყო. აქ ქართველი მეფე იჯდა. ყარსიდან მოსული სეიდ ფაშა გოგიტიძე აჭარის სოფელ ვაიოში დასახლებულა, აქ გაუმაგრებია თავი და აქედან უბრძოლიათ ოსმალთ წინააღმდეგ. აჭარელთა დიდი ხანი შეუნახავ თავი, ყარსისკენ კი მთლად გამწყდარა ქართველობა ომში და ვინცა დარჩენილან, ბოლოს ესენიც გამაჰმადიანებულან. გამაჰმადიანების შემდეგ ოსმალმა ქართველებს ხოჯამოლები გამოუგზავნეს, ეკლესიები დაუქციეს, მგლები გამორეკეს
ზოგი გაათათრეს, ვინც ქართულად ლაპარაკობდნენ, იმათ ქართულ აგრძალეს დღის შემდეგ ქართულად ლაპარაკი არ გაბედოთ თქვენ, თორემ დაგხოცავთ. ახალ გამაჰმადიანებულთ ძლიერ ეშინოდათ, რადგან ამათი მომხრე და კომაგი არ ყავდათ, ამიტომ ძალა უნებურად თათრულს ენაზე ლაპარაკობდნენ. ნელ-ნელა თათრულს შეეჩვიან და ქართული მთლად დააარწმუნეთ. ასე რომ დღეს ყარსისაკენ ქართული აღარავინ იცის. მას შემდეგ ჩვენ გოგიტიძეები სეიდ-ფაშასი და მისი ძმების შთამომავლნი ცხოვრობთ ვაიოში. ჩვენში ძველმა კაცებმა ამ სეიდ-ფაშა გოგიტიძის და ქართულ გამაჰმადიანების შესახებ ბევრი ძველებური ამბები იცოდნენ. შემდეგი მონაკვეთი, რაც უნდა წარგიკითხოთ, ეს არის ართვინის, ართვანი. ძველად ესე ერქვა გამაჰმადიანება, ნამბობი ლივანაში ქრისტიან კათოლიკებთან და ქართულ გამაჰმადიანებთან. ლივანა ეს არის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი სამხრეთ საქართველოში, მდინარე ჭოროხის ქვემო დინებაში, პირველად იხსენება მე-11 საუკუნეში. ეს ლივანა ბევრჯერ უნდა ვახსენოთ, რაღაცა განსაკუთრებული წინააღმდეგობა გაუწია ამ ხეობამ. ლიგანის, ანუ ლიგანის ხევი დღეს ლივანად იწოდება, ამის ზაქარია ჭიჭინაძე წერს. ლიგანი ძველად იწყებოდა შესართავდა იქიდან ართვინამდე მიედინებოდა. ართვინს იქით, ანუ ბერთას საზღვრიდან კლარჯეთი იწყებოდა. დღეს აქეთ კლარჯეთის ხსენება არავინ იცის, ყველა ლივანას უწოდებს ამ ადგილებს. ყველა ეს ადგილები ძველად საქართველოს მკვიდრს საკუთრება შეადგენდა, ქართველთა ტომით იყო მოფენილი ლივანის დაბა, ართვინიც დღესაც არსებობს, ხო? ართვინიც ქართველთა მეფეთაგან იყო გაკეთებული. ეს ადგილები ძველადვე დაადგა წარმატების გზას, აქაურნი ქართველნი ადრიდანვე შეეჩვენენ მწიგნობრობას, ხელოსნობას, კლარჯეთზე და იმაზე ამ ხარზე ლაპარაკი. მეცნიერების მიყოლას და ღვთისმეტყველებას. ამ ადგილებში ძველად შენდებოდნენ მრავალი მონასტერი, ეკლესია და დიდრონის სასწავლებელნი, რომელთაც ნაშთი დღემდე შემონახულა ბევრსაგან. ტაო-კლარჯეთის ტაძრებზეა მოკლედ ლაპარაკი რა, გრიგოლ ხანძთელის დროს დაწყებულ მშენებლობებს. აქაური ქართველი იყვნენ მეტად მხნე და ლომგულნი, მამულის მოყვარენი და საქართველოსათვის თავდადებულნი. ამას ხო ჩვენი ისტორიაც ამტკიცებს. ამათ დიდხანს იბრძოლეს ქართველების გულისათვის, ქართველობის გულისათვის პირისპირ ოსმალებთან, მაგრამ უკანასკნელ ესენიც იძლევდნენ. მუდმივი ომებისაგან დაღალულნი დაემორჩილნენ თავიანთ კარზე მომდგარ შავ ბეწს და მიეცნენ ოსმალთა მონობას. ოსმალთა მონობის ქვეშ შესვლა შედეგად მოყვა მთელი ამ ადგილების გამაჰმადიანებისათვის წამება. ხალხი დიდ უარზე იყო გამაჰმადიანებაზე, მაგრამ ხსნა არ საიდან იყო. უკანასკნელ წელს გამაჰმადიანება და რამდენიმე ხნის განმავლობაში მთელი ეს ადგილები ბერთამდე ცხოვრობდნენ ქართველი მთლიანად გაამაჰმადიანეს. ამათ შემდეგ ბერთას მიადგნენ. ბერთაში ძველად ჩვენიერი ეკლესია იყო და ამ ეკლესიას დიდი ზეგავლენა ჰქონდა ამ მხარის ქართველებზე. ბერთას გახსენება სასტიკად ამაგრებდა ქართველთა და ამათი მხნეობით მოსავდა გამაჰმადიანების წინააღმდეგ, მაგრამ ესეც შემცირდა. უკანასკნელ ოსმალთა სცნეს საქმის ვითარება და მალე ბერთას ტაძარსაც მოხვიეს ხელი. სამღვდელოები გაძარცვეს, ეკლესია ჯამედ გადააკეთეს, ეს ეკლესია ჯამედ გადაკეთებული დღემდე დგას კლარჯეთში. ქართველთა ოსმალ წინააღმდეგ კაცრად იწყეს ბრძოლა. ესენი ებრძოდნენ სასტიკად მით უფრო, რადგან ოსმალებმა ამათი მოძმო ქართველნი აქა-იქ დასტანჯეს უწყალოდ და ამ ტანჯვით ისინი მაინც გაამაჰმადიანეს. ბრძოდნენ გმირულად, მაგრამ ბოლოს ქანს გაწყვეტილებმა იწყეს აქეთ-იქით ტოვა. დაბა და სოფლებმაც იწყეს ვერანად ქცევა. ოსმალ თავიანთი ხრიკები შეაჩერეს დროებით, ხალხი დააშოშმინეს, რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა მოკიდეს გამაჰმადიანებას ხელი და ქართველებს დაუწყეს გამაჰმადიანება და აი როგორ. 20-30 სოფელს დაეცემოდნენ, ამ სოფლის ხალხს ერთად შეყრიდნენ, გარს ოსმალოს ჯარს შემოაკრავდნენ და თათრობას ეუბნებოდნენ. ქართველთაგან ესმოდათ, არ გავთათხრდებით, რაც უნდა იქმნეს. დაგხოცავთ ყველას, არც ერთს არ შეგარჩე, დაგარჩენ ცოცხალს ეუბნებოდნენ ოსმალნი. ნება თქვენი გახლდესთ, როგორც გერჩიოთ, ისე ქმენით საქმე. ჩვენი ნება და საქმე თქვენი გამაჰმადიანება არის მიუგეს ოსმალთან. არა, ჩვენ მაგას არ ვიზამთ. ჩვენ თქვენი ნება და ხოცვის მხრით გითხარით, დახოცვის მხრით გითხარით, მიუგეს ქართველთან.
დახოცვა ჭყუის საქმე არ არის, საქმე გამაჰმადიანება არის, ახლა ისინი პასუხობენ. ეს ადგილები ჩვენ იმიტომ დავიკავეთ, რომ ქართველნი გავამაჰმადიანოთ და არ დავხოცოთ. ჩვენ მაჰმადიანობის გავრცელება გვინდა, რომ ეს წმინდა ჯური მოეფინოს ურჯულო ქართველებში. ვერ ვიზამთ ამას მიუგეს ქართველთა. არა გიშავთ რა, ჩვენ შეგაჩვევთ, გასწავლეთ ყველაფერს მიუგეს ოსმალთა, მაგრამ ქართველნი მაინც არ დამტებოდნენ ლივანელ კლარჯელებისათვის დადგა დიდი უბედურების დღეები. აქ მცხოვრებ ქართველობას გარს აუარებელი ოსმალოდან მოსული ჯარი შემოეკრა, დაიწყეს ქართველების დევნა და პატიმრება. მოხუცებულნი ქართველების დედაკაცი და მამაკაცი ხმამაღლა ყვიროდნენ ტირილი და არ გავთათხრდებით. ვაი ჩვენს თავს, ვაი ჩვენს ბედს, უნდა გაგვამაჰმადიანო ძალით. ესე იგი ძალით გამაჰმადიანება რას ნიშნავს, იცით? აი წინა დაცვეთა, ეს ხო აი ძველი ებრაული წესია და მუსლიმებშიც დღემდე არსებობს. და ძალით ესე იგი ნუ ხა არ დათანხმდები, მაგრამ ხა როცა რამდენიმე ადამიანი ხელფეხ შეგიკრავს, მერე ესე იგი ეს წინა დაცვეთის რიტუალი შენზე აღარ არის დამოკიდებული. ნუ ეს მაინც ეს და ესე ძალით უკეთებდნენ ამას. მაგრამ მაინც არ წყდებოდნენ ეს ქართველები, თუმცა ყველა ვერ უძლებდა. ღმერთო, ნუ გვიწყენ გვაპატია, ესე იგი აი ამაზე ძალიან წუხდნენ ისინი, ესე ვხეცოლოთ რომ პატიმარ ქართველებს მოუყარეს ერთად თავი და ყველა ესენი წყობა მიყავდათ ართვინის ხიდის გვერდით, რომელი ხიდიც ჭოროხზე იდგა. ისინიც ახლა ამას გააკეთებდნენ, მაგრამ ბოლოს თანხმობა მაინც უნდოდათ შენი. და თუ ეს თანხმობა არ იყო, ნუ არ ითვლებოდი მაინც ბოლომდე გამაჰმადიანებულად. აქ აყენებდნენ ქართველთა, აი თამარის ხიდზეა ლაპარაკი იქ. თაღოვანი დიდი ხიდია მდინარე ჭოროხზე. და გარს ჯარისკაცნის სავდნენ. პრობლ ქართველთა პირდაპირ ხიდის გვერდით ერთ ალაგას დაასვენეს ერთი ძველი ქართველთა ხატი, რომელსაც ქართველნი დიდ პატივს სცემდნენ. ეს ხატი ართვინის ეკლესიისთვის წაერთმიათ ოსმალებს. ხატის გვერდით იყო თავსაკვეთი ქვა, რომელზეც თავს კვეთავდნენ ეთყობა და იდგენ ჯალათები თავსაკვეთით აღჭურვილნი ამ ინსტრუმენტით, ხმლებით თუ რაღაც. პრობლ ქართველთაგან სამ-სამნი მიყავდათ ქართველთა ხატის წინაშე და გაკრძალვით აყენებდნენ, თანეუნებოდნენ, თათრდები თუ არა. თუ თათრდები ხომ კაი, თუ არა და აი თავსაკვეთი და ჯალათი. არ გავთათრდები. არა და არა, შეუძლეს მრავალთა. მაშინ, აბა, მაშინ თქვენი თავები იყვირეს ოსმალთა ჯალათს წინ წააყენეს პრობლნი ქართველთაგანი და იქ მოკვეთეს თავი და დაჭრილი ჭოროხში გადაყარეს. ქართველთა ნახეს მეგობრების წამება ჯურის გულისათვის. ესენი შეკრთენ, შეშინდნენ, მტერს დახანებას თხოვეს, ამათ მისცეს, ცოტა დრო მოგვეცითო, ამათ მისცეს მათ ნება, ისინი დაფიქრდნენ და ბოლოს უთხრეს, გავთათრდებით. მეტი გზა არ არის, ვიღაცა მოარი თქვა, ვიღაცა დათანხმდა. ძალიან კარგი. მაშინ თუ გათათრება გინდათ, აგერ იმ ხატს მიაფურთხეთ, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ თქვენს გათათრებას. ხატს რაღაცზე მივაფურთხოთ, იგი რას გიშავებთ თქვენ ან ჩვენ რა გინდათ მისგან რომ მივაფურთხოთ, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ თქვენს გათათრებაზე, თუ არა და ამისო ჩვენ ვერ ვირწმუნებთ თქვენს გათათრებას. ქართველთა მიუგეს ჩვენ გავთათრდებით, მაგრამ ხატს არ მივაფურთხებთ. ვერადა დაიხოცებით მიუგეს ოსმალთა მრისხანებით. ნება თქვენი აღსრულდეს, როგორც გეჩიოთ ის საქმენი, ჩვენ არ შევშინდებით. რამდენიმე ქართველი, ანუ ესე იგი დათანხმდნენ, მაგრამ აი ხატის მიფურთხებაზე არა და ამის გამო გაწირეს თავი კიდე. რამდენიმე ქართველ პრობლემი წარდგა წინა და მოკვეთეს ამ თავები და გადაყარეს ჭოროხში. ამ მოწამეების სიკვდილი და წამება რა ნახეს მრავალთა, ესენი შეშინდნენ. იწყეს დარწმუნა, თავის დანანება, ამიტომ ისურვეს ოსმალთა ბრძანების აღსრულება და ხატზე მიფურთხება. ხატზე მიფურთხების შემდეგ მიმფურთხავს ათავისუფლებდნენ და იქვე ათათრებდნენ. ანუ ისე წინა დაცვეთა უკვე ნებით. ორი დღის განმავლობაში 800 ქართველს მოჭრეს თავი. აი ესენი არიან დღეს ამათ ხსენება არა. აი ამ 800 ქართველს მოჭრეს თავი და გადაყარეს ჭოროხში, რომელთაც ვერ გაბედეს ხატზე მიფურთხება. ზოგს კი ასახლებდნენ. ზოგი კი ასახელებდნენ, რომ 1400 კაცს მოჭრეს თავი. აი ესეთი ამბავი მოხდა. ასე დამგვარად ართვინის ხიდის გვერდით დიდძალი ქართველობა გაწყვეტილა ოსმალთა წინაშე ბრძოლაში გამაჰმადიანების გამო. დახოცილებში ბევრი დედაკაცი ცრეულა და მგდელიც, მამათა და დედათა აჭარაში ქრისტიანობისათვის მოწყვეტილთა ხსენება არის სულთმოფენობის დღესასწაულზე. ვინც დარჩა, ისინი გაათათრეს და მათი სასტიკი შიშიანობით დაამკვიდრეს მუსლიმობა. ეხლა ნახეთ
რა პროცესები იყო კიდე ამ პერიოდში. აქაური ქართველი მეტად ჭკვიანი და მხნენი იყვნენ. ბევრმა მათგანმა იწყეს კათოლიკეთ თავის აღიარება. ზოგმა სომხობა და ამით გადაერჩინეს თავი წამებისგან. რადგან უსმოლნი კათოლიკებსა და სომხებს არ აწამდნენ ძალას. საქართველოს კათოლიკე თვით პაპი მფარველობდა პაპს სულთანთან. პირობაც ჰქონდა შეკრული, სომხებს კი ხმას არ სცემდნენ, რადგან მათი მორიდება ჰქონდათ. მარტო ქართველებს მტრობდნენ, რომ ამათ საქართველოს მეფესა და ერთთან კავშირი არ ჰქონოდათ. ანუ აი ეს კიდევ ერთ-ერთი ის იყო, ხა აი თქვათ, ოღონდ არ გათათრებულიყვნენ და მაგალითად კათოლიკური ეკლესიის ქვეშევრდომობას იღებდნენ, ან მაგალითად გასომხებულები, რომ აი რაღაცა ციცოცხლე გადაერჩინათ. თუმცა რომ გამაჰმადებულნიყვნენ, მაშინაც გადარჩებოდნენ ფიზიკურად. თუმცა დღეს არის ეს კათოლიკური სოფლები და მინდა გითხრათ, რომ იგივე პრობლემა მართლმადიდებლობის მიღება, ესე ამათაც ახლა ძალით არავინ არ უკეთებს ამას, მაგრამ აი რაღაცა ეს დღეს მოკლედ. ამ ადგილებში ქართველნი გათათრდნენ, მაგრამ ქრისტიანობას მაინც არ ტოვებდნენ. საიდუმლოდ ქრისტიანობდნენ. ეს ამბები ოსმალთა შეიტყვეს. ამიტომ ქართველებს სასტიკად უწყეს დევნა და ტანჯვა წამება. მათთა შორის, აი მე კიდევ ერთხელ ეს დავამატებ, რომ ჩვენ შევდიოდით ამ სოფლებში, ესე იგი აქ რაღაცა ტრადიციები იყო შემორჩენილი ქრისტიანული, მაგალითად ჭაც რო აცხობდნენ ჯვარს უკეთებდნენ. მაგალითად აღდგომას წითელ კვერცხებს ღებავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმები იყვნენ. აი ეს ტრადიციები იყო შემორჩენილი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ლივანელ ლაჯერ ქართველებს ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი დაუშალეს. ქართულ ენაზე ლაპარაკის დაშლამ დიდი გავლენა იქონია ქართველებზე და ამიტომ მათ ტოლვა იწყეს საქართველოს იმ ადგილებისგან, სადაც ქართველთა მეფე იჯდა. ქართველთა გამგეობა იყო. ოსმალთა მალე მოიღეს ამის წინააღმდეგი ძალა და იარაღი. ამათ ოსმალოს ჯარი დაახვიეს ქართველებს გარს და სასტიკის მუქარებით აუწყებდნენ თავიანთ ბრძანებას, ვინც თანახმანი იყვნენ ბრძანების, იმათ ტოვებდნენ თავისუფლად და ვინც წინააღმდეგი იყო, იმას აპატიმრებდნენ. პირებს ერთად აგროვებდნენ და ბოლოს ყველა ამათ მისირში სოფელია რეკავდნენ, აქ ციხე იყო იქ. გარეკილ ქართველების ადგილზე კი ნამდვილს ოსმალებს ასახლებდნენ. ამ მიზეზით აიხსნება, რომ ლივანის ხევის დასასრულს რავალ ალაგას სოფლებში დღეს ქართული ენა აღარ სუფევს და ზოგიერთ სოფლებში მცხოვრებნი ოსმალურად ლაპარაკობენ. ამ რავალ ოსმალთა მეოხებით ყველა სოფელში თვით მკვიდრ ქართველთა მცხოვრებთაც დაკარგეს თავიანთი დედაენა. ოსმალთა ნატრაც ეს იყო, ამისთვის ბრძოდნენ იგინი. აი ამიტომ არის დღეს ლივანის ხევის დასასრულს ადგილებში ქართული ენა დავიწყებული და მოსპობილი. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ლივანის ხევს იქით კარგ გზას რომ გასილდებით, იქით ამ ხრის სოფლებში კი ყველგან ქართული ენა სოფელს. ლივანის ხევიდან წაყვანილ და გადასახლებულ ქართველთა რიცხვით ძველად სავსე ყოფილა მისირი, შამი, დიარბექირი. ეს ასევე მარწმუნა ადრე აჭყვის თაველმა ჰუსეინ ხაბაზ ქამჯარაძემ, ეს ზაქარია ჯიჯინაძე წერს სახალხო მელექსემ, რომელიც დიარბექირს იყო და ხსენებულს ადგილებში 20 წელიწადი ყაჩაღად იყო გავარდნილი. აი უმთავრესი მიზეზები იმისა, რომ ართვინის ახლო-მახლოს ქართული ენა ზოგიერთ სოფლებში სრულად მოისპო. ოსმალებმა ლივანა დაიჭირეს, ლივანა არ ემორჩილებოდა, ამისთვის ლივანელებმა ბევრი სისხლი დაყვარეს, ლივანში ოსმალთა კაცები გამოგზავნეს და მორჩილება ითხოვეს ლივანელთ, უარი შეუთვალეს და ამათ შეკრეს ჩხალის ხეობა, გაამაგრეს ამ ხეობაში მდებარე თამარ მეფის ციხე, გაამაგრეს მაქრიალის გზები და მოემზადნენ ოსმალებთან საჩხუბრად. გაიმართა ჩხუბი ორივე მხარეს, ბევრი ხალხი გაწყდა, ჩვენების ჯობრინდნენ ოსმალთ, ჩვენი მხრიდან ქალებიც ომობდნენ თურმე. ბოლოს საქმე მაინც გაჭირდა, ლევანელნი იძლივნენ, ოსმალთ გაიმარჯვეს და ლევანა აიღეს. მალე ხარჯიც დაადეს ლევანელებს. პირველ ხანებში ოსმალნი ოსტატურად მოექცნენ ხალხს. გახარჯს გარდა გამაჰმადიანება თავიდან, ესე იგი ესე რომ ხარჯი დაადეს. და ხარჯის გარდა გამაჰმადიანება არავის უთხრეს, ამაზე ძალას არ ატანდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ კი დაატანეს ძალა, მაგრამ ვერაფერი იქნეს. ამბობენ, რომ ერთ დღეს მარადიდში 400 კაცს მოჭრეს თავი გამაჰმადიანების გულისთვის. მარადიდის
დიდი ეკლესიას დააქციეს და მარადიდის ხიდით წაწვეს, რომ ხალხი აჭარაში არ გაქცეულიყო. ეხლა შემდეგ სავანოზე გადავდივართ მონათხრობს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ზაქარია ჭიჭინაძემ ჩაიწერა ადგილობრივი მოსახლეობისგან. ნაამბობი სოფელ ნადარბაზევის ცხოვრებ მაჰმადიან მოხუც თიკანაძის მიერ, იგივე სოფიოშვილი. ბევრი ჩხუბი მოხდა ლივანაში, ხა ეს თიკანაძე ყვება. ბევრი სისხლი დაიყვარა ქართველებისა, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალთ დაიმორჩილეს და ყველანი გაამაჰმადიანეს. ვინც არ გამაჰმადიანდა და წინააღმდეგობდნენ, ისინი დაიჭირეს და მაქრიალის ციხეში სულთან სელიმს მიგვარეს. სულთან სელიმმა იმათ კითხა, რატომ არ ამაჰმადიანდებით თქვენ, რატომ არ გინდათ რომ ჩვენი წმინდა რჯული მიიღოთ? ხალხმა უარი განუცხადა, ვერ მივიღებთ. ჩვენ ქართველები ვართ, ქრისტიანები და ასეც უნდა დავიხოცნეთ. სხვა რაც გენებოთ ის გთხოვეთ, ერთგული მონობა და სხვანი, მაგრამ ჯულს ვერ გამოვიცვით. მაშ ყველას თავები მოგეშრებათ, უთხრა სულთანმა. ნება თქვენი გახდეს მიუგო ხალხმა. სულთან სელიმმა საჩქაროდ დანება გასცა, მოვიდნენ ჯალათები და მტკიცე ქართველი ქრისტიანები მიიყვანეს მაქრიალის ციხის თავსაკვეთთან და ყველას მოჭრეს თავები. მერე ტანის ზღვაში გადაჰყარეს და თავებს კიდევ სარებზე აგებდნენ და ახმობდნენ სხვადასხვა ადგილებში შესვლის დროს ქრისტიან ქართველების შესაშინებლად. ნაამბობის სოფელ ჩხალელის ჰაჯი ხოჯასგან. ლივანაში ბორჩხის ზემო ჩხალის ხეობაში ზოგადად ქალების მონასტერი ყოფილა. გამაჰმადიანების დროს თათრებს მოლუზნებისათვის ხმა არ გაუციათ. მღვდლები და ბერები კი სულ გამოურეკიათ. რამდენიმე დღის შემდეგ ამ მონასტერს დასემიან თათრები და მონასტერი მთლიანად გაუძარცვათ და მოლუზნები სულ მოუტაციათ. ერთი მოხუცი დედა მოლუზუნი კი დაუტოვებიათ. მოტაცებული მოლუზნები ტრაპიზონში გაურეკია და ზოგი იქ დაუყიდია თათრებს და ზოგი სხვაგან. მონასტერში დარჩენილი მოხუცი მოლუზუნი მონასტერს არ შორდებოდა. იმან დიდი გაჭირვება გამოიარა. ხშირად თავდასხმა და გაძარცვაც, მაგრამ მაინც აქაურობას არ შორდებოდა. ნაცვლად ამისა კი ოჯახებში დადიოდა და ახალ გამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს ქრისტიანობაზე დარიგებას აძლევდა. ეს ამბები ლივანის ბეგმა შეიტყო, ამან მოლუზუნს განუცხადა, რომ მაგ ალაგს თავი დაანებეთ, თორემ მოკლავენ, მოლუზუნმა შეუთვალა. სიკვდილი ყველგან დამხვდება, მე აქედან არსად წავალ. ამ ეკლესიას უნდა უპატრონო. რამდენიმე დღის შემდეგ ამ ქალების მონასტერს ოსმალები დაეცნენ, მოხუცი მოლუზონი მოკლეს და თუ რამე ჰქონდა, ისიც ყველაფერი მიიტაცეს. ამ დროს ქალებში ჩუმი ქრისტიანები კიდევ ყოფილან და ამათ ძალიან უგლოვიათ მოკლული. მოლუზონი და თვითონ ქალებსავე დაუმარხავთ მიცვალებული, სახელიც კი არ ვიცით. მაგრამ ამდული მოწამეა, ხო? აი, გამლუტების თანახმად. ლივანში ყველა ლაპარაკობდა ამ 30 წლის წინათ, რომ მარადითში, ბორჩხაში და ამიზერითაც თავის საკვეთი კოშკები იყო გამართული და ადგილი ხა ამდენ ხალხს რო ჭრით თავს რაღაცა მოაწყვეს რა, მოკლედ ეს თავსაკვეთი ადგილი. და იქ თავებს ჭრიდნენ, აღჭობდნენ და ქრისტიან ქართველებს, რომელიც არ მაჰმადიანდებოდნენ. აქ ბევრი ქალებიც დაუხვიათ და ამიტომ ავთ მამათა და დედათა. და თავი მოუჭრიათ ხოლმე და ტანი ჭოროხში გადავდიოდნენ, უწყენ რომ ერთხელ სოლო წითურეთის კოშკსაც კი ხმარობდნენ საპატიმროდ და თავსაკვეთად. დევესქელის ხეობაში ნაამბობის სოფელ პეტრულის მამასახლისისაგან. ლივანის გამაჰმადიანება ყველაზე მეტად კახაბრისა და ჩაქვის სოფლებს ეწყინა. ქართველნი ძლიერ წუხდნენ ამაზეთ, ბევრს მღვდელს მოსდიოდა ჯავრი, რომ ამდენი ხალხი გაამაჰმადინეს. ამ დროს მახინჯაური გურიას ეკუთვნოდა და აქ სულ ქრისტიანობა იყო. ქრისტიანების თავიანთი ეკლესიაც ჰქონდათ. მუდლად ყოფილა ვიღაც კიკიძე. ამას ხალხში გამოუცხადებია, რომ მე მარადითში უნდა გადავსახლდე, იქაურ დიდ ეკლესიას უნდა უპატრონო კიკიძე. მდელი გადასახლდა მარადითში, ოსმალთ შეიტყვეს, რომ მარადითში ყოფნა აუგზალეს, მდელი შეწუხდა, მაშინ აქ ცხოვრობდნენ მახინჯაურელი ხალვაშენები, რომელთაც კეკიძე მღვდელს ფაშასთან დახმარება აღმოუჩინეს, თხოვეს
მისცეს ფაშას და ფაშამ ახალ, ესე იგი, თხოვნა მიცეს ფაშას და ფაშამ ახალ გამოხმადიანებულთა პატივსაცემად ეს გამოხმადიანებულ ქართველებმა გაუწიეს, ესე იგი, თხოვნა რა. და პატივსაცემად დელს ნება მისცა მარადიჩი დარჩენისა და მხოლოდ ეკლესიის პატრონობის, სხვა არაფერი. თუ ნახეთ, რომ ამ ეკლესიაში ან გარეშე ვინმეს ალოცავს, მაშინ იცოდეს ცოცხალი არ გადარჩება. ამ დროს საიდუმლო ქრისტიანთა რიცხვი დიდი ყოფილა, ესენი თურმე ძლიერ ჩუმად დაიარებოდნენ მღვდელთან და ლოცულობდნენ. მღვდელი აქეთ ბარე 30 წელიწადს დარჩენილა და ამას ბევრს გამაჰმადიანებულებში მტკიცე საფუძველზე დაუმყარებია ქრისტიანობა. გამაჰმადიანებულთ ისე შეაყვარა ქრისტიანობა, რომ ესენი მღვდელს ეუბნებოდნენ, ჩვენ თავებს დავიკლავთ და ქრისტიანობას არ დავტოვებთ, გამაჰმადიანებულ ქართველებზეა ლაპარაკი. წარმოიდგინეთ. ეს ამბები მარადიდის ხოჯამ შეიტყვა, ამან შეკრიბა ყოველს მოაგროვა ეს ამბები, დაწვრილები და აცნობა ფაშას. ფაშამ კაცები გააგზავნა მღვდლის დასაჭერად და მასთან წასაყვანა. მღვდელ კეკიძეს ეს ამბავი საიდუმლო ქრისტიანებმა წინადვე აცნობეს, მღვდელი ერთ დღამეს მარადიდიდან გაიქცა, მიქრიალასაკენ წავიდა. თან გამოუდგან ფაშასაკენ გამოგზავნილი კაცები, ისინი ამათ მაქრიალში დაიჭირეს, თავი მოკვეთეს უხტოთა. ამით გათავებულა მარადიჩი ქრისტიანობის საქმე, ესეც აი კიდევ ერთი მოწამე. მარადიჩი ახმედ ეფენდი ხალვაშის ნამბობი. ქვედა მარადიჩი ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა. ესე იგი მე ძალიან ცოტა, აი თითზე ჩამოსათვლელი ხო, რაც მოგიყევი და იქ უამრავი ამბავია კიდე. აი ამიტომ არიან ესენი და ამიტომ არის მაინდა-მაინც ამსულთმოენობის დღეს ამოთხსენება. ერთხელ ქვედა მარადიჩი ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა. ხოჯას დაუჭერია ხალხი ღორის ხორცის ჭამას, წაასწრო რა. ესენი ვინც ქრისტიანები იყვნენ, ღორის ხორცს ჭამდნენ. ამაზე დიდი დავითარება ამტყდარა. ხალხი სამართალში მიუწია და ბოლოს აღმოჩენილა, რომ ესენი ჩვენი ქრისტიანები ყოფილან. მათ თავიანთი მღვდელიც ყოლიათ, მღვდელი ერისკაცის ტანსაცმლით ყოფილა. ამათ ღორის ხორციც უჭამიათ, ღვინოც უწურიათ და მით ზიარებულან კიდევაც. ამ ამბების შეტყობის შემდეგ მთელი ეს ხალხი მიურეკიათ ჭოროხის ნაპირზე. ამათში ქალებიც ყოფილან ბევრი. უკან ხვალ ამოღებული ოსმალები დადგომიან და მოლებს დაუყვირნიათ. თქვით, რომ დღეიდან თათრები ხართ, ქრისტიანობაზე ხელს იღებთ და ღორის ხორცს აღარ სჭამთო. არ შეგვიძლიანო დაუყვირია ყველას ერთად. ოსმალებს მიუგია, რა კი არ შეგიძლიათ, მაშინ შედით მაგ ჭოროხში და ვინჩი გაცურდება, გაღმაგავა, ის დარჩება ქრისტიანად, ვინც არ შევა, ის იმას ხმალი დახვდება უკან. ამაზე ბევრი შეშინებულან და გამოცხადებიათ, რომ დღეიდან ნამდვილი მაჰმადიანები ვიქნები და ყველაფერს ბრძანება შევასრულოთ, ვინც წინააღმდეგი ყოფილან, ისინი სულ შესულან ჭოროხში. ჭოროხი იმ დროს დიდი ყოფილა, ადიდებული იყო, ნუ აი როგორც რა ვიცი, ენგური რო წარმოიდგინოთ, ენგურში თუ შეხვედი დამთავრებულია იქ. მანქანა თუ გადავარდა, იმ მანქანას ვერ პოულობენ. ისეთია ეს დინარე, ეს ჭოროხიც ესეა რა, გამურიცხულია იმის გადაცულა, აი გამურიცხული. და ამ დროს დიდი ყოფილა და ყველა ეს საბრალოები შიგ დამხრჩალან. ერთიც არ გასულა გაღმა. ამ დროს ქვედა მარადიჩი 50 კომლი იყო და ყველა ესენი ჭოროხში ისე დაიღუპნენ ქრისტიანობის გულისათვის, რომ სოფელში 50 კომლიღა დარჩა. და აი ამ მიზეზით მოისპნენ ამ სოფლის ცხოვრებნიო. შემდეგ თურმე დასცინოდნენ მათ შთამომავლნი, რომ ჩვენმა ძველებმა ღორის ხორცის წამის გულისათვის თავი ჭოროხში დაიხჭეს. ეს გვიან მუსლიმები რა, თავის წინაპრებს დასცინოდნენ. ჩვენ კარგად ვიცით, ეს ხოჯა ამბობს ახლა, ვინც ყვება, ესე იგი ამას ყვება ახმედ ეფენდი ხალვაში. და ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ მარადიდელნი ქრისტიანობის გულისთვის ოსმალებს წინა წამდნენ და იტანჯდნენ. მათგან დედაკაცების კი ებრძოდნენ ოსმალებს და გათათრების გულისათვის სისხლს ხვრიდნენ. ამითი ეს დავამთავროთ ეს საუბარი, მე უბრალოდ ვეცადე, რომ წარმოდგენა შემექმნა თქვენთვის. აი ეს არის აჭარაში, არა მარტო აჭარაში, მაგრამ აჭარაში აი თუხთაგან წამებული მამათა და დედათა ხსენება არის და ეს ამბები უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველა ქართველებმა. მე ხა ამ პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ, აი ვის უნდა მოვთხოვო დღეს ეს პასუხი მაგალითად, ხო?
დღევანდელი თურქეთის სახელმწიფო სხვანაირი ტიპის სახელმწიფოა, ხა ვერ გეტყვით რომ აგრესია არის არ არის, ნუ ახლა ამის ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთი ეს უნდა მაგალითი ავიღოთ ჩვენი წინაპრებიდან. და გვახშოვდეს რომ ჩვენ უნდა ქრისტიანები ვართ და დავიცვათ ეს სარწმუნოება. ეს ახლა ვინ იქნება არა აქვს მნიშვნელობა, ეს თურქი იქნება ეროვნებით თუ კომუნისტი იქნება თავისი აღსარებლობით, რაც ბევრი გადავიტანეთ, ესე იგი ამ ბოლო პერიოდში ამ ამბების მერეც მილიონობით ადამიანი საბჭოთა პერიოდში აღსარებლობისათვის ეწამა, მილიონობით. შეგვეციოს აი ამ ახალმოწამეთა მადლი, ესენიც ახალმოწამენი არიან. ვერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ წინასწარ სულთმოფენობას, ჩვენთან არს ღმერთი.